გვერდი კრივის სამყარო შექმნილია კრივის პოპულარიზაციისთვის. ჩვენს გვერდზე თქვენ გელით არაერთი საინტერესო მასალა, სიახლეები, ჰაილაითები, ინტერვიუები, კრივის ბრძოლების ანალიზი, ფოტო და ვიდეო კონტენტი სხვადასხვა ტურნირებისათვის მზადების პროცესიდან. გვერდის მიზანია უფრო ახლოს გაგაცნოთ ქართველი მოკრივეები და უჭიროთ მათ მხარი როგორც შიდა ასპარეზზე, ასევე საერთაშორისო არენაზე. პირველმა გავიგოთ მსოფლიო კრივის სიახლეები და მიმდინარე ტენდენციები. გავიხსენოთ ქართული და მსოფლიო კრივის ლეგენდები. მოგესალმებით, ქართული კრივის კომაგებო, მე ლევანი ვარ და ჩვენი Facebook-ის გვერდი სახელად კრივის სამყარო აგრძელებს შეხვედრას ქართველ მოკრივეებთან და გთავაზობთ გადაცემების ციკლს ქართველი მოკრივეების შესახებ. დღეს ჩვენ სტუმრად ყავს ძალზე საინტერესო მოკრივე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლაშა გურული. ლაშასთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ მის კარიერაზე, მის სამომავლო გეგმებზე, მზადების პროცესზე და აგრეთვე მსოფლიო კრივში მიმდინარე საინტერესო საკითხებზე. ლაშა, გამარჯობა. როგორ ხარ? ვიცი რომ ნაკრები გადის შეკრებას, გამოგიჩნდა ეს თავისუფალი დღე და გვეწვია ერთადაც მადლობას გეტყვი. როგორ მიდის პირველ რიგში შეკრება, როგორია მზადების პროცესი თბილისში მიმდინარე შეკრებას? პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მაყურებელს, აღნიშნავ რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ ქართული კრივისთვის. ძალიან კარგი ფორმატია ესეც, ის Facebook-ზე რასაც აკეთებთ და მიხარია რომ ქართული კრივის გვერდში ხართ. რაც შეეხება მზადების ციკლს და პერიოდს, ეხლა ვიმყოფებით ქალაქ თბილისში შეკრებაზე. 20 წლამდე ნაკრები ემზადება ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ეროვნული ნაკრების შეკრება არის დიდების ნაკრების მეხმარებით. რაც შეეხება მზადების პროცესს, ციკლი მიმდინარეობს ძალიან კარგად. აღნიშნე ამის წინებზეც რომ ეს არ არის ერთ ეტაპიანი მზადება, ეს არის უკვე ალბათ მესამე ეტაპი კონკრეტულად ამ შეჯიბრებისთვის მზადება და დასკვნითი ეტაპი. ვფიქრობ რომ კარგად მიდის გეგმა, ბიჭები კარგად გამოიყურებიან, მიყვებიან მწვრთნელებს, ენდობიან, მწვრთნელებსაც კარგად მიყვართ პროცესი და ვფიქრობ რომ კარგი შედეგით უნდა დაბრუნდეს ეს ნაკრები ჩემპიონატიდან. ლაშა, მე ვიცი რომ შენ სხვებისგან განსხვავებული და ინდივიდუალური მზადების ეტაპი გაქვს, გამომდინარე იქიდან რომ შენ უკვე ოლიმპიადის ლიცენზია მოპოვებული გაქვს, რაც არის უმთავრესი ამ ციკლში და საბოლოო ჯამში ემზადები ოლიმპიადისთვის, სადაც რა თქმა უნდა უმაღლეს მიზნებს ისახავ მიზნად. პირადად შენი მზადების გეგმა როგორია, შენი მზადების ციკლი როგორია და რა ეტაპზე ხარ ახლა? ეხლა ჩემს მომზადებას რაც შეეხება, კარგი არის ის ფაქტი, რომ ოლიმპიური თამაშების აგზური მოუპოვეთ ერთი წლით ადრე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია წელიწადში ერთხელ შევიდეთ ფორმაში და მივახციოთ ფორმის პიკს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მაგალითად რო არ გქონოდა ეხლა ამ ეტაპზე მოპოვებული საგზური, ჩვენ მოგვიწევდა სალიცენზიო ტურნირისთვის შესვლა ფორმაში, მე ისევ ამ ყველაფრის გაბატილება, მე თუ ვერ გამოვიყენებდით ამ შანსს კიდე მეორე სალიცენზიო ისევ ფორმაში შესვლა და მე ისევ ოლიმპიადისთვის და ბევრად რთული პროცესი იქნებოდა და მე ვფიქრობ რომ შევძელით სწორი მომზადებით, სწორი დავალებებით მწვრთნელებთან ერთად და ავიღეთ საკმაოდ პრესტიჟულ შეჯიბრზე ეს ოლიმპიური საგზური, იმ შეჯიბრსაც გაუსვევ ხალხს, რომ ეს შეჯიბრი არის ევროპის ოლიმპიადა, ზუსტად იგივე სისტემით ტარდება, რაც ოლიმპიური თამაშები, ოღონდ ერთადერთი ის ფაქტია, რომ ერთი კონტინენტი იღებს მონაწილეობას, ეს შეჯიბრიც დაარსეს იმისთვის, რომ ჩავთვალოთ ოლიმპიადისთვის გამახურებელი ეტაპი არის და საკმაოდ კარგად გავიარეთ ეს ეტაპი. და მედლით აიღე როგორც ვიცი. გავხდი ვიცე ჩემპიონი, 5 ბრძოლა ჩავატარე, საკმაოდ მართლა ძალიან რთული ევროპის ჩემპიონატებში ერთ-ერთი ყველაზე რთული ევროპის ჩემპიონატი იყო, რადგან ჩვენ რო ევროპის ჩემპიონატს გავდივართ 13 წონით კატეგორია არის, მაგრამ ეს ოლიმპიურ წონებში იყო მხოლოდ 7 წონით კატეგორია და ისე მოხდა რომ 3 წონის კატეგორიამ ერთ წონაში მოიყარა თავი და ბევრად დიდი კონკურენცია გახდა და ამ შეჯიბრზე კარგად გამოვედით, პირადად მე რაც შემეხება, ბიჭებიც კარგად გამოვიდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ისე მოხდა რომ განთესვები არ იყო, ჩვენ ნაკრებს ცოტა არ გავმართლა იმ შემთხვევაში, რომ პირველი, სოფლიო რეიტინგის და უშუალოდ ევროპის რეიტინგის პირველი და მეორე ნომერი პირველი ბრძოლა შეხვდნენ ერთმანეთს. განთესვა ყოფილიყო, კენჭის პრამად დააშორებდა და შემდეგ უკვე სხვა ეტაპზე, ფინალურ ეტაპზე შეხვდებოდნენ ერთმანეთს, რაც ნიშნავს იმას, რომ ლიცენზიის მოპოვის უფრო დიდი შანსი იყო. მაგრამ ისე მოხდა, რომ გააუქმეს ეს განთესვა და ჩვენ ნაკრებს როგორც სახილალა ხვერდობს მოუწია პირველ-მეორე ნომერი შეხვდნენ ერთმანეთს სოფლიო რეიტინგის, ასევე გიორგი ყუშტაშვილის პირველ-მეორე ნომერი შეხვდნენ რეიტინგის და ცოტა რთულად წავიდა საქმე და ჩემს ბრძოლებს რაც შეეხება და ამ შეჯიბრზე გამოსვლას ძალიან კარგი ბრძოლები ჩავატარე. ფაქტობრივად ყველა მოქმედი ტიტულოვანი და შედეგიანი
მოკრივე შემხვდა და ფინალში შემხვდა ფრანგი მოკრივე, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი. ჩავატარეთ თანაბარი შეხვედრა. მე არ ვთვლი რომ რაღაც წავაგე, მაგრამ არ ვთვლი რომ რაღაც მოვიგე, იქ უკვე მსაჯებზე იყო დამოკიდებული, ვინ რაღაც ცოტა სიმპათიებზე იყო დამოკიდებული, ისე მოხდა რომ ცოტა იქით გადაიხარენ, მაგრამ მე არ მაქვს პრობლემა. და მთავარი ის იყო რომ ავიღეთ ეს ოლიმპიური საგზური და მოგვეცა ეს ერთი წელი რომ მოვემზადოთ და გავაკეთოთ ის ყველაფერი რომ შეძლო საქართველოს მოუტანოთ ოლიმპიური медаლი. ლაშა, შენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოკრივე ხარ დღესდღეობით. ძალიან ტიტულოვანი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ხარ, ევროპის მსოფლიო ჩემპიონატებზე შედეგები გაქვს დადებული. მოდი აი ამის შესახებ, მართალია შენ კარგად გიცნობს უკვე ქართული კრივის კომაგი, მაგრამ დამატებით კიდევ ერთხელ რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, შენი შედეგები, შენი მიღწევები, რაც გაქვს დღემდე მიღწეული. მაშინ მოკლედ მოვყვებით ცოტა ჩემს ბიოგრაფიას, ესე რომ ვთქვათ. 5 წლის ასაკში მოვხვდი ამ სპორტზე სრულიად შემთხვევით. მე ზრდასთან ერთად გავიაზრე რომ ამ სპორტში ყველაზე მაგარი შეჯიბრება არის ოლიმპიური თამაშები, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ასაკის მატებასთან ერთად ხვდებოდი თუ რა იყო ჩემი მიზანი. რაღაც დეტალებზე არ ვისაუბრებ თუ საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, ვინ მომხდებოდა, უბრალოდ მოვყვები კარიერას. ისე მოხდა რომ უკვე 5 წლიდან რომ შევედი, სადღაც 13 წლის ვიყავი, მომიწია პირველი საქართველოს ჩემპიონატზე გამოსვლა მოსწავლეთა ასაკის შორის. ისე მოხდა პირველივე შეხვედრა წავაგე საქართველოს ჩემპიონატზე. ჩვენთვის საქართველოს ჩემპიონატი ნიშნავს იმას, რომ უნდა გახდე საქართველოს ჩემპიონატი, რომ შეძლო მე მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრზე, ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიოს და შემდეგ უკვე ოლიმპიადაზე რა და ჩვენთვის თავარი იყო იმ ეტაპზე, რომ საქართველოს ჩემპიონი გახდე და მოხვდე ნაკრებში. რა თქმა უნდა, არ დავნებდი, იმიტომ რომ ვიცოდი ეს არ არის თავარი შეჯიბრი, ვისაც ვემზადები და რისთვისაც ვარ ამ სპორტში. შემდეგ წელს 14 წლის ასაკში გავედი იუნიორებში, კადეტებთან ნაკრები კადეტებს ვეძახით, იქ პირველი მეორე ბრძოლა წავაგე, მაგრამ რა თქმა უნდა არც მან არ გავჩერებულა და ჩემი მთავარი მიზანი იყო რომ ევროპის ჩემპიონატზე გამეკეთებინა ჯერ медаლი და მე როგორც განვითარდებოდა კარიერა, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის რომ ოლიმპიადაზე მოხვედრილიყავი და შემდეგ ოლიმპიადაზეც გამختارიყავი ჩემპიონი. ბავშვობიდანვე ეს მიზანი მქონდა. ისე მოხდა მე 2014 წელს როგორც იქნა 2012 წელს მივიღე მონაწილეობა უკვე ევროპის ჩემპიონატზე, იმიტომ რომ 12 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი პირველად, მე მივიღე ევროპაზე მონაწილეობა, ვიყავ უბრალოდ მონაწილე პირველივე ბრძოლაში დავამარცხდი. მე 2014 წელს ისევ საქართველოს ჩემპიონი და მოხდა ისე რომ გავხდი ბრინჯაოს პრიზიორი ახალგაზრდებში და ახალგაზრდები უკვე ისეთი ასაკია რომ ახალგაზრდებს რო ასრულებ გადადიხარ დიდებში რა. ახალგაზრდებში როცა ხარ 1 წლით ან პატარებში გიწევს ან დიდებში 1 წელი არის ხოვობა და მაინც თანაბარი ძალები არის და უკვე 17 და 18 წლის სპორტსმენი რომ გადადის დიდების კატეგორიაში უკვე 18 წლის ზევით არის. შეიძლება 18 წლის ბიჭს ანუ ჯერ ჩამოუყალიბებელია მისი ძვალი მყესი კუნთი შეხვდეს ძალიან გამოცდილ თუნდაც მსოფლიო ოლიმპიური ჩემპიონი 30 წლის მოკრივე რომელიც მართლა ძალიან დიდი სხვაობა არის მათ ფიზიკურ და გამოცდილებაში ესე ვთქვათ ამ მონაცემებში და ჩავთვალე რომ გადავედი დიდებში მინდა და დიდებში ისე გადავსულიყავი რომ ასაკობრივში რამე медаლი მქონოდა რომ შვიდად წყნარად გადავთვლიყავი დიდების ბოქსში. სულ ვიცოდი ბავშვობიდან რომ თავარი კატეგორია არის დიდების კრივი და მე თუ წავაგებდი ევროპის ჩემპიონატს და საერთაშორისოს არ მერვილობდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ დიდები არის მნიშვნელოვანი და სულ ჩემი მიმართულება იყო დიდების კრივზე. გავხდი პრიზიორი და ისე მოხდა რომ 2015 წელს დიდების ეროვნულ ჩემპიონატზე არ გამოვედი, ჩავთვალე რომ უნდა დავივიწყო ახალგაზრდული და კადეტების კრივი, იმიტომ ეს კრივი არის სრულიად სხვა ვიდრე დიდების კრივი და ერთი წელი არ გამოვედი საქართველოს ჩემპიონატზე. ჩავთვალე მსმენელთან ერთად რომ უნდა დაუთმო ბევრი დრო უფრო ფიზიკას, თვითონ ის ასაკის თავისებურება ის ფესი კუნთი და ისე მოხდა რომ 1 წელი გამოვტოვე ჩემპიონატი და მომავალ წელს გავედი საქართველოს ჩემპიონატზე. მოხდა რომ ნახევარფინალში შემხვდა მოქმედი საქართველოს ჩემპიონი და პირველი ნოკაუტი ჩემს კარიერაში ეგ მოხდა რომ პირველი რაუნდში მოხდა რომ მოქმედი ჩემპიონი დაუნოკაუტე და შემდეგ გავყევი ეტაპად გავხდი საქართველოს ჩემპიონი. ეს უკვე განაცხადი იყო ნოკაუტით. ეს უკვე ხო მაგას ნიშნავდა, ეგრევე დავდექი პირველოვნურად დიდების ნაკრებში, მე 2017 წელს 20 წლამდელთა ნაკრებში გავხდი ვიცე-ჩემპიონი, 2018 წელს ევროპის ჩემპიონი, მე მოხდა გავხდი ნაკრების კაპიტანი, რა თქმა უნდა ეს იყო პასუხისმგებლობა, უფრო სტიმული, мотиваცია, უფრო სწორ ხაზზე დავდექი, უფრო კარგად მომართული ვიყავი ამ ჩემი სპორტული კარიერისთვის, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ მქონდა მაინც ასაკობრივში 20 წლამდელები კი არის მიახლოებული დიდებთან, იმიტომ რომ 20 წლამდელებიც უშლემოდ არის, იქაც 3 წუთიანი, მაგრამ რაც არ უნდა თქვა ასაკობრივია. ახალგაზრდულად ითვლებოდა და ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ დიდებში უკვე
გამეკეთებინა ეს შედეგები. მე 2019 წელს ბატონ ბეჟან ჭიჭინავა ნამსხვილებმა გადაწყვეტეს, რომ დიდების სოფლიო ჩემპიონატზე უნდა მივიღო მონაწილეობა, ოღონდ მივიღე ესე ვთქვათ ორი კატეგორიით მაღლა რა, რეალურად ვიყავი 66 კილო, მაგრამ გამოვიდი 79 კილოის სოფლიო ჩემპიონატზე, იქ სამი ბრძოლა ჩავატარე, საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და მაშინ ვთქვით ძნელებთან ერთად, რომ მე შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე შეგვიძლია დავგეგმოთ უკვე medali, იმიტომ რომ ანუ რო არის ჯერ რო არ გაქვს ნანახი ეს ჩემპიონატები, გონია რომ ვიღაც სასწაულები არსებობენ რაღაც, მაგრამ რო ჩავედი 19 წელს და რომ ნახე მეთქი, ანუ ეს არის ხო, ანუ აქ რა არის ისეთი, რასაც მე ვერ შევძლებ თქვა და იქვე ვთქვით რა, აი პირდაპირ ტრიბუნებზე, რომ მეთქი ჩვენ შემდეგ ჩემპიონატზე შეგვიძლია დავგეგმოთ medali. ზუსტად ისე მოხდა 2021 წელს, ჩვენთან ხო 2 წელში ერთხელ ტარდება ევროპა და სოფლიო. 2021 წელს უკვე იყო ის სოფლიო ჩემპიონატი, სადაც მოხდა ისე, რომ 4 ბრძოლა მოვიგეთ, გადამულად 4 ბრძოლა გჭირდებოდა რომ გაგვენაღებინა ბრინჯაოს medali, კენჭისყრის მიხედვით ისე მოხდა რომ ფავორიტი სპორტსმენი დამიჯდა კუბელი მოკრივე, თან კარგად იცით კრივის დონე, კუბის კრივის დონე, თანცა ქართველი მოკრივე რო კუბელ მოკრივეს მოუგებს, უფრო რაღაცნაირი პრესტიჟის მომტანი არის და ნუ ისე მოხდა რომ ეს კუბელი გადავლახე, გავინაღდე ბრინჯაოს medali, მაგრამ მაგ ბრძოლისასვე ტრავმა მივიღე, რაღაცა ეს ხტილი ჩამიტყდა და ისე მოხდა რომ ნახევარფინალში ვეღარ გავაგრძელე ბრძოლა და დავჯერდი მესამე ადგილს. შემდეგ 22 წელს მივიღე მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე, იქ გავხდი ვიცე-ჩემპიონი. მე შემდეგი მსოფლიო მოვიდა 2023 წელს, იქაც მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გავხდი და ეხლა ეს ევროპის თამაშებზე მოვიპოვე ოლიმპიური საგზური. აი ძალიან საინტერესო კარიერა გაქვს ლაშა და შენ ერთი რამე თქვი რომ ეხლა არ ვიტყვიო ვინ მომხნევდა და ვინ მედგა გვერდში და შემდეგ. მოდი ეხლა ვისაუბროთ მაგ ხალხზე, ვინ გამხნევებდა. მე ვიცი რომ ზოგადად სპორტული ოჯახიდან ხარ. კრივი რატო აირჩიე მაინც და მაინც, მოდი აქედან დავიწყოთ, ვინ იყვნენ შენი პირველი მწვრთნელები და მე ვინ გედგა მხარში და ვინ გედგა გვერდში და ვისი დახმარებით მოხვედი აი აქამდე. ნუ პირველივე თავიდანვე აღნიშნე რომ ამ სპორტში მოვხდი სრულიად შემთხვევით, 5 წლის ასაკში, ბავშვი დავიდიოდი, ბაღი და ჩემი სახლი იყო ფაქტობრივად გვერდ. ნუ ისე მოხდა, ნუ რუსეთში ცხოვრობდით მაშინ ოჯახი. ნუ მოვხდი კრივზე ესე სრულიად შემთხვევით, მე მალევე დავბრუნდი საქართველოში და მოვედი ნამდვილი კრივისაც ვისწავლე, თავიდან აი ეს ეტაპი, ის პირველი ეტაპი, გავიარე ჩემს მწვრთნელთან, პირადი მწვრთნელი ტარიო ბლუაშვილთან, რომელმაც მასწავლა თავიდანვე როგორი არის, რა არის კრივი, ანუ ნახეთ წეგნაც საუბრობთ იმ მომენტზე, რომ ანუ ბავშვს აქვს ასაკში რაღაცნაირად არის ისეთი ასაკი, სადაც უნდა გქონდეს რაღაც ფანატიკურად უნდა იყოს განწყობილი შენი საქმის მიმართ, ნებისმიერ საქმის მიმართ და ამ ადამიანმა პირველ რიგში შემოსწონო მასწავლა, რომ სპორტსმენი უნდა იყოს თავდაბალი, გაწონასწორებული, ქუჩაში არ ჩხუბობდეს, მომთმენი უნდა იყოს, ხო ხდები და თან ამ ყველაფერთან ერთად რატომღაც როგორ დონემდე მივიყვანა, იცი, ანუ ჩემი გონება თვლიდა, რომ კრივის გარდა სხვა სპორტი არ იყო კარგი, არც ერთი ლამაზი, ყველა იყო არა ლამაზი, ჯენტლმენური, ვაჟკაცური, ყველაფერი. მარტო კრივი იყო ლამაზი, კლასიკური სპორტი და სხვა სპორტები ჩემთვის არ არსებობდა. ანუ მაგდონემდე ვიყავი ფანატიკური ჩემი სპორტის მიმართ, მე რა თქმა უნდა ამ ზრდასთან ერთად გავხდი უფრო ადეკვატური, ობიექტური, რა თქმა უნდა. ყველა სპორტს პატივს ვცემ, ყველა სპორტს თავისი სირთულე აქვს, ყველა სპორტიც სპორტია და ანუ არ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც კრივი არის ყველაზე რთული სპორტი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სუბიექტურად, შეიძლება სუბიექტური იყო, მაგრამ მაინც მიმაშნია დღეს, რომ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე რთული სპორტი არის კრივი რა, даже შემიძლია თქვა ყველაზე რთული სპორტი არის. აი შემდეგ შენ თქვი, რომ ესეთი რაღაცა რომ ქონდა თავიდან გახვედი, წავაგე, პირველივე შეხვედრა, მერე იყო, ანუ ზოგადად ყველა ჩემპიონს აქვს აი ეს გამოცდილება და ყველას ვთქვია, რომ ყველა იწყებს მარცხით. და აი ამ მარცხზე სწავლა და აი ეს პროცესია, რასაც მიყავხარ ჩემპიონობამდე. აი როგორ იყო, რითი ლახავდი და როგორ ლახავდი? ან ხო არ იყო იმედგაცრუება? მე ხარ წარმატებასთან ერთად უფრო მე როცა წარმატება მოგდის, მე როგორ ჟდები დავშავ და ფიქრობ შენს განვლილ წლებზე, ცხოვრებაზე, თუ როგორ მოხვედი აქამდე, მაგრამ მე სულ ბავშვობიდან ისეთი ვიყავი, რომ ყოველ საღამოს ფიქრობდი, ჩემმა დღემ როგორ ჩაიარა და სულ ვაკეთებდი ანალიზს და ვისწავლე სწორი ანალიზის გაკეთება, ესე ვთქვათ. მაგრამ ნუ რაც შეეხება ახლა აი ამ ფსიქოლოგიურ მომენტს, რომ დავფიქრდი, მეთქი არასდროს არ მინერიულია რომ წავაგებდი, ანუ არ მინერიული იცი რა საკითხია, რომ აი всё მე არაფერში არ გამოვდგები ამ სპორტში და აი მე всё დავმარცხდი. ეგეთ რაღაცას არ მიფიქრია, სულ მიფიქრე იმ მომენტში თუ როგორ გამოვასწორო ეს, არ მქონია ის რომ გავტყვი რა, ანუ ჩემ ასაკ რომ წავიდი ევროპის ჩემპიონატზე, იყო იქ ერთ-ერთი სპორტსმენი იყო, ჩემი ნაკრების წევრი, ორი ბრძოლა მოიგო ჩემპიონატზე და მე ნუ წავაგო და მე პირველი ბრძოლა წავაგე და ისე მოხდა რომ ანუ ეს ბევრად უფრო
ბევრად უფრო კარგი პოტენციალი ქონა ვიდრე მე და ამ ტიპმა ადგა და კრივს დაანება თავი და სულ ფიქრობდი მეთქი რატო დაანება თქო რა იმიტომ რომ ამას ეჩქარებოდა შედეგის გაკეთება ეხლა უნდოდა და მე ბავშვობიდანვე დედაჩემი რა სულ კითხულობდა წარმატებული სპორტსმენების ბიოგრაფიებს რა სულ მიხსნიდა რომ ანუ იქ იყო მარცხი უსამართლობა გაჭირვება მომენტი იყო რომ არ უმართლებს და დღეს ნახე ვინ არის და რა და სულ მეკონა რომ ანუ ეს ჩვეულებრივი შენი გზის ნაწილი არის ეს მარცხიც უსამართლობაც გაუმართლებლობაც და ნუ ისე წავყევი ამ კარიერას ყოველთვის შვიდად ვიყავი ყოველი უსამართლობა და წარუმატებლობისას რა და ეს უნდა აქციო პირიქით შენ წარმატები აი ამაზე უნდა დააშენო ამის გადალახვაზე და ეს რაღაც მომენტში გამიმართლა მაგრამ ეხლა თუ შემდეგ თაობას ექნება აი ის მაგალითად ეხლა დაждდეს ის მომავალ თაობა და მიყუროს მე და მომისმინოს და მოგვისმინოს და გაიაზროს რომ ეს არ არის საპანიკო ეს პირიქით არის გაკვეთილი და საიდან შეგიძლია შენ გამოიტანო ის ხარვეზების შეცდომები და ის გაკვეთილი რაც არის აქციო შენს მოტივაცია და სწორ ქმედებად უფრო შენ დაგეხმარება რა და ანუ არ ხარ ქაოში უფრო დაწნარებული ხარ პანიკის გარეშე რა და ვფიქრობ რომ ერთ-ერთი კარგი ის ნაწილი არის რომ ბავშვმა იცოდეს ფსიქოლოგია რა მომენტში ხარ რა ხდება რა არის მომენტი რაღაცა ხდება შენს თავს მაგრამ თან ხვდები ან კარგი ან ცუდი ან თუნდაც კარგი ხდება მაგრამ ვერ ხსნი რა კარგი რა ხდება აი რომ გითხრას ვინმე ან შენ თავს რო კითხვა აბა რა ხდება კარგი ვერ ხსნი არის მომენტი მაგრამ უკვე ახსნილად რომ გესმის რაღაცა და იმყავს რომ ხსნი უკვე ხვდები სათხარ როგორ ხარ და შეგიძლია რამე დაამატო და დააშენო და გაზარდო შენი საკუთარი თავი. ალბათ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი არის თუნდაც იგივე მწვრთნელების როლი, თუნდაც ოჯახის წევრების როლი, ახლობლების როლი, ვინც აი ამას ან ვიღაცა ზოგი არის პიროვნება, ვისაც თვითონ შეუძლია ეს ყველაფერი გაანალიზოს, დაინახოს იმ თუნდაც პატარა ასაკშივე და სხვანაირ დასკვნები გამოიტანოს, მაგრამ არის მწვრთნელთა კატეგორია, თუნდაც იგივე სხვადასხვა სპორტებში აი მე მქონია შეხება, რომ იმ შედეგს ითხოვენ თუნდაც იმ ბავშვისგან იმ და შენ რაც თქვი რომ აი ამ თუნდაც ახალგაზრდულის ტურნირებს და იმას ვიყენებდიო მე იმისთვის რომ ეს იყო გასავლელი გზა იმისთვის რომ დიდებში მიეღწია წარმატებას და არა ის რომ უეჭველი იქ უნდა დაგეგმო ის მედალი უეჭველი იქ უნდა დაგეგმო წარმატება მოკლევადიანზე არ უნდა იყო რა და არის მწვრთნელების კატეგორია რომელიც ითხოვს ამას და რაღაც თითქოს ერთგვარ ჩარჩოში სვავს იმ ბავშვს და მე ის პირიქით ითრგუნება და რო ვერ აღწევს გონია რომ ანუ ამ შემთხვევაში ხო აქვს მნიშვნელობა რომ ისეთი გვერდში ყავდეს ადამიანი მწვრთნელის სახით თუ ვიღაც სახით ვინც აი ამას დაგანახებს აი ჩემ ცხოვრებაში დედა ჩემს არადოს არ მქონდა ჩემთვის როგორ წააგე და რატო წააგე ყოველთვის სახში რომ მივდიოდი მაგრამ ჩემ უფრო მაინც კაცური ხასიათი ხვდები აი როგორ წააგე და რაღაცეები და მაგრამ დედა ჩემს ულეუნა რომ ეგეთ რაღაც არ უთხრა რა და მაგრამ ჩემაც გაიგო მალე ეს ყველაფერი რა და არადოს არ უთქვია ჩემთვის სახში რომ როგორ წააგე უკვე დიდი ხარ წადი იმუშავე წადი ეს წადი ის ხვდები რა ანუ არის მომენტი რატომაც დედა ჩემი ალბათ რო კითხულობდა იმათ ბიოგრაფიას ძალიან უნდოდა ეს და ჩემთან სწორად გადმოცემდა ამ ყველაფერს და ანუ მე არსად არ მეჩქარებოდა ანუ რას ხვდები იცი რომ ანუ არსად არ მეჩქარებოდა წაგებაც მოგებაც ჩემთვის თითქმის ერთ და იგივე სუდრი და უფრო მეტი мотиваცია მქონდა წაგებისას რა მეც ეხლა წავიკითხე მოვისმე რაღაცა რომ თუ არ წააგე ვერ მოიგებ დაუშვეთ ეს რაღაცა დაიჭირე შენ თავზე მოარგე დაიმშვიდე თავი რა და უბრალოდ ჩემს კარიერაზე რო ვთქვა, როგორი რაღაცა ეხა რო ჩამოუთვალო ადამიანები ვინ ჩემს კარიერის მანძილში შეხვდნენ, არ მინდა ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ ვიღაც გამოურჩეს რა. მაგრამ არის ისეთი მომენტი, თუნდაც აი სკოლაში სადაც მივედი, იქ ჩემი სკოლის დირექტორი ვინც არის ვლადიმერ გირინი, მართლა აი როგორც რავი, ჯერ როგორც პირველი ოჯახის წევრი და ნამდვილი ბაბუასავი და მე კიდე განა იმიტომ მექცეოდა ისე როგორც მექცეოდა რომ რაღაც ჩემს მიმართ კარგი სიმპათია და ის შეხედულება ქონდა რა, როგორც კარგი ადამიანი. უბრალოდ ისეთი ადამიანი რომ რო ხედავს ადამიანს პოტენციალი აქვს, თulis რომ მისი ვალია, მისი ამოვნება რომ ხელი გაუმართლოს. აი ერთ მაგალითს მოვყვები რა, წავიდი ევროპის ჩემპიონატზე 2012 წელს პირველი ბრძოლა წავაგე და ისეთი რაღაცა ხდება ჩვენ ვიყავით 13 წონით კატეგორია შემდეგ გადავდით ახალგაზრდების ასაკობრივში და ხდებოდა ის 10 წონით კატეგორია ხდებოდა მოქმედი 4 საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ერთ წონაში უნდა მოხვედრილიყავით და მე-9 კლასში გავხდი იმაში პირველ საქართველოს ჩემპიონი უკვე ეს ჩემპიონატი მოდიოდა ევროპა წავაგე და როგორ რაღაცას ხდებით მე თქო კიდე არ მომუმატე ვარჯიში და კიდე უფრო ძლიერი არ გავხდი მე აქ ვერ გავიტან თავს და ანუ მაგ წელს თუ დაკარგა უკვე კარგავ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სოფლიოზე მონაწილეობის უფლებას და დიდ გამოცდილებას იმოშვები და ნუ ერთხელაც მოვედი სახში და დედა ჩემს და მამა ჩემს ვეუბნები რომ დედა მამა თქო მე-9 კლასს რო დავასრულებ აი ხა ეს წელი დამთავრდა და სკოლიდან უნდა გავიდე თქო და კიდე დღეში ორჯერ უნდა ვივარჩიო ვაფშე ხანა ისეც ორჯერ ვარჩიოდი მაშინ მაგრამ უფრო სხვანაირად ნუ რა თქმა უნდა დედა ჩემს და მამა ჩემს ეს არ ესიამოვნათ
არ უნდა და ეგეთი რაღაცა მომხდარიყო, მაგრამ რატომღაც ბავშვობიდანვე ისე მენდობოდნენ, როგორც აი დიდ ჩამოყალიბებულ პიროვნებას და ჩემს გადაწყვეტილებას პატივისცეს და ოკეი, ეგრე იყოსო, ეგრე ვქნათო, გავედი მე-9 კლასი დავამთავრე, გავედი სკოლიდან, იმ ჩემს სკოლის დირექტორს რა თქმა უნდა არ მოეწონა, არა ესე არადეკვატური გადაწყვეტილება იყო მაგ მომენტში გვერდიდან, მაგრამ მე და ჩემო ოჯახმა ვიცოდით რას ვაკეთებდით და გავედი მე-9 კლასიდან. მთელი წელი ისე ვივარჩე, გავედი საქართველოს ჩემპიონზე, მოხდა ისე გავხდი საქართველოს ჩემპიონი, მოვხდი ნაკრებში და კაკრას ზაფხულია და ბოლო დღე არის რაღაც დედა ჩემი ირეკავს, შენ სკოლის დირექტორმა დამირეკავ უამურ ექსტერნების ზე დარეგისტრირების ბოლო დღე არისო და წადიო დარეგისტრირე, დამარეგისტრირეს, მივედი და ისე მოხდა რომ მე 9 კლასის მე 10 კლასში არ ვიარე, დავჯექი მე მე-11-ში, მაგრამ რა თქმა უნდა ჩავაბარე გამოსდები, მქონდა ის ცოდნა, ესე რომ ვთქვათ და უნდა დავამთავრე სკოლა, მე გადავედი და ხო რა. ხოდა აი ესეთ პატარ-პატარა ხელშეწყობებითაც კი საბოლოო ჯამში ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ყოველთვის გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც მართლა ჩავთვალე ღმერთს გამოგზავნილები არიან და ხელი გამიმართეს და მაგიტომაც შევდექი მე ეხლა ვინც ვარო, მაგრამ ჯერ კარიერა რა თქმა უნდა არ დამისრულებია, კიდევ უფრო მეტი გეგმები მაქვს და აი ამ წლებს ველოდებოდი თურმე აი 5 წლიდან რომ ვარჯიშობდი, სულ მთელი ძალით და მთელი გულით ვარჯიშობდი, მაგრამ ხო ხტები წინ ვერ ხედავ ჯერ იმ შედეგებს და რაღაცას, მაგრამ ვიცი რომ რაღაცისთვის ვარჯიშობ და აი მაინტერესებდა როდის დადგებოდა აი ეს წლები რომ ავკრიფავდი იმ ჩემს ნაშრომს, იმ ჩვენს ნაშრომს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შედეგი, აი მართლა მე გავდივარ ინზე ხელს მიწევენ, ჩამოდივარ ლაშა გილოცო, მაგრამ ჩემს ზურს უკან და ჩემს კარიერის უკან იმდენი ადამიანი არის და იმდენ ადამიანს მიუძღვის წვლილი ჩემს შედეგში რომ არ ჩანან რა და ამიტომაც უბრალოდ მინდა ვისარგებლო გადაცემით, იციან ვისაც გულისხმობ, როგორც გულისხმობ, თავის თავს ამოიცნობენ, მადლობას უხდი, მიყვარხარ და ესენი რო არა, ჩემი კარიერა ესე არ იქნებოდა. ლაშა, მოდი ისევ შენს კარიერას რო დაუბრუნდეთ და საკითხებს, რაც აქტუალურია შენ კარიერაში. სულ ახლახანს შენ გამართე უკვე პირველი ბრძოლა პროფესიონალური წესებით, რომელიც წარმატებით დაასრულე, ძალიან მაგარი მეტოქე ყავდა და ძალიან კაი პერფორმანსი შესთავაზე კომაგებს. მათ შორის დაანოკდაუნე კიდეც შენი მეტოქე, ძალიან ლამაზი და საინტერესო ბრძოლა იყო. მოდი შეაფასე ეს დაპირისპირება და ამავდროულად რა სხვაობა იგრძენი, რა არის განსხვავება, ესე ვთქვათ, ამ სამოყვარულო კრივს, ოლიმპიურ კრივს შორის, რომელშიც შენ უკვე ძალიან წარმატებული სპორტსმენი ხარ და პროფესიონალურ კრივს შორის, სადაც ბევრი რამე უკვე იცვლება და სხვანაირი მზადება, სხვანაირი თუნდაც ბრძოლის მიმდინარეობა, სხვანაირი ტექნიკა სხვანაირად უნდა გამოიყენო, იქ ძალები სხვანაირად უნდა გადაანაწილო, სხვანაირად უნდა მოემზადო და ასე შემდეგ. რა სხვაობები იყო, რა სირთულეები იყო და ეს ყველაფერი როგორ გადაალახე? რა შეეხება პროფესიონალ დებიუტს და რა თქმა უნდა პროფესიონალებში რო იწყებ დებიუტს, იქ ცოტა მეტოქესაც გააჩნია რა და აი პირველივე ბრძოლა მორევში მოხდი რა, მაგრამ საქმე იმაში იყო რომ მე ვიცოდი სად მივდიოდი, როგორ მივდიოდი, რა კრივიდან ხდებოდა, რა ჭირდებოდა და ეხლა ხდები კი არა, ვიცოდი და ხდებოდი, საიდან მქონდა ეს ცოდნა. ეხლა ყველამ ვიცით რომ პროფესიონალური კრივი ძალიან პრესტიჟული არის ჩვენს სპორტში, ანუ ოლიმპიადის მიერ ჩათვალე სკოლას რო გაველი, ან გადახვიდე პროფებში რა, ანუ მისი გაგრძელება უნივერსიტეტი ეგ არის, ანუ ოლიმპიური კრივი ჩავთვალე სკოლა და შემდეგ უნივერსიტეტი პროფები რა, ანუ ესე გამმარტავ ეხლა ამ შემთხვევაში და ისე მოხდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ვაპირებდი პროფესიონალებში გადასვლას, მე ეს კორონას პერიოდი რო დაემთხვა ჩაიკეტა ყველაფერი. რა თქმა უნდა ვარჯიში და გადავედი უფრო პროფესიონალურ ვარჯიშებზე, ესე ვთქვა და ჩემი მიმართულება, ანუ YouTube-ზე უყურებდი ძალიან ბევრ ბრძოლებს, პროფესიონალი, აი ყველა კრივის ელიტა ვინც არიან, სულ უყურებდი საერთოდ მათ ბრძოლებს და ხედავდი იქაურ ტემპს, იქაურ ფიზიკას, ტექნიკას, ტაქტიკას, გამოსვლას და უკვე ისე იყო ჩემზე ათვისებული, ჩემოგონება ისე აითვისა უკვე, რომ ზუსტად ხედავდი იმ ყველაფერს რა და მე ის რა ქვია რო დავიწყე უკვე შეჯიბრებულმა რომ მოუწია რაღაცნაირად გადმოვერთი ამ სტილზე და როგორი სტილი შევიქმნე იცი ანუ ევროპულ-ამერიკულს რაც ვეძახი ანუ ევროპული სამოყვარულო კრივი აი ფეხებზე მოძრაობა და მანევრები და პროფესიონალური ამერიკული კიდე პროფესიონალური და შევაერთე რა ესეც იმიტო და ეხლა ჩვენ ვართ ოლიმპიურ კრივში მე რო დავდგე პროფესიონალ სტილში რო დავდგე არ გამო იმიტომ იქ ფეხებზე დაკარგავდი რა არა ხო და თუ დავდექი მარტო მოყოლებით შენ შეიძლება დაიღალ და არ წაგივიდეს და რაღაც შერწყმა გავაკეთე რა და ნუ პროფესიონალ დებიუტს რა შეეხება ზუსტად ვიცოდი სად მივდიოდი რა განსხვავება იყო უკვე მზად იყავი მოყოლა თითქოს ჩემთვის ეს იყო ჩვეულებრივი სამოყვარულო ჩუბი რა მართლა თითქოს ეგეთი იყო და ერთადერთი ბრძოლა მაქვს და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ეხლა დაჟე რო დგავარ წყვილებში ეხლა ვორჩებზე უგზნობ რამხელად გავიზარდე ერთი ბრძოლით სხვანაირი სიმშვიდე მოვიპოვე მაგ ბრძოლებში სხვანაირი ტემპი სხვანაირი რავი ფიზიკა და ფიქრობ რომ
ძალიან კარგად გავიარე ადაპტირება და მდად ვარ შემდეგი ბრძოლებისთვის. გამოწვევებისთვის ძალიან დიდი სიამოვნებით. ლაშა, არიან მოკრივეები, რომელთაც ჭირდებათ აი ვარჯიშის პროცესში მუდმივად დაუთქვამთ, რომ ვიღაცამ ჭირდება, ვინც აი თავზე დამადგება და მიჩიჩინებს. არის მეორე კატეგორია, რომელსაც პირიქით ურჩევნია, რომ თვითონ ინდივიდუალურად იმუშაოს, თვითონ იმასაკნას და შეიძლება ზედმეტად სხვის ყურადღება აღიზიანებდეს კიდეც. შენ შემთხვევაში როგორ არის? როგორი აი მუშაობის პროცესში კომფორტს რა გიქნის? მე ვფიქრობ, რომ ყველას აქვს ის ეხლა როგორი ყოველდღე, ანუ ჩვენი ვარჯიშია რუტინა ჩათვალ. იგი შენ ხარ ხასიათზე თუ არ ხარ ხასიათზე, გეძინება თუ არ გეძინება, უნდა აკეთე გააკეთო შენი საქმე რა და ეს ვიღაცა ვინც მე მიჩიჩნებს, ისევ მე ვარ რა, ჩემშივე არის. ერთი ტიპი რომელსაც უნდა დაიძინოს, მეორე ტიპი რომ აღვიძებს და არ ეკითხება რა, ჩემ შემთხვევაში არ ვეკითხე, რომ ვკითხო, პასუხი და მე შეიძლება გავუგოთ ერთმანეთს და ანუ არ არსებობს ეს მომენტი, იმიტომ რომ ჩვენ შორის არსებობს ის შეთანხმება დასვენება რა, დასვენებაზე დაისვენე, არავინ არ გაწუხებს, მაგრამ როცა ვარჯიშია ადექი და ივარჯიშე და რაც გაქვს დაგეგმილი გააკეთე რავი მე პირადად ჩემს ოცნებას ჩემს მიზანს საკუთარ თავს არ ვღალატობ ესე რომ ვთქვა რა მე არავინ არასდროს არაფერს არ მაძალებდა რა უბრალოდ მე მიხსნიან რა არის ცუდი რა არის კარგი და მე მაძლევდნენ იმის არჩევნის საშუალებას რა ანუ მაგის საშუალებას მაძლევდნენ რა ესე რომ ვთქვა რა თქმა უნდა რაღაცა უნდა გამოტივირებდეს რაღაცა უნდა გაძლევდეს შენ იმ მუხტს იმ ენერგიას რომ შენ მაინც ადგე ის ცხელა თუ გცივა თუ წვიმა თუ რაც არის ადგე და ივარჯიშო რა და ვფიქრობ რომ ეს თვითონ ჩემში არის რა და კიდე რა მომენტი მაქვს შემჩნეული ცი სხვასთან ვარჯიში არ მიყვარს მე მიყვარს თუ წნელი მათგანს და ვარჯიშს მე სიამოვნებს ეს რატომაც არა რა პირიქით კარგი არის მაგრამ რატომაც შემოჩნდა რომ აი დილას რო გავდგე 6 საათი სავარჯიშოდ მირჩენია მარტო ადგე ვიდრე 2 ან 3 რა ჩემ თავთან იმიტომ რინგზე რო ვადიხარ შენ ხარ შენ და შენი სამი პიროვნება იყოს შენ შეიძლება ხვდები და ჩემ თავთან მიყვარს მარტო მუშაობა რა ანუ ესეთი ადამიანები კი ზოგი არის მაგას ვამბობ ზუსტად რომ აი ზოგი არის რომ აი ვირბენ დილას კროსებს მაგრამ ვიღაცა რომ ყავდეს და ჩემთან ერთად და მე ის რინგზე რო დაგჭირდება ის ყველაზე მარტოსული სპორტი რატო ქვია კრის ხო просто ეხლა აი ღვიჩი მომხდა დარტყმა რა ქვია ეხლა ბოლო პროფესიონალურ ბრძოლაზე მე 4 რაუნდში ძალიან ძლიერი მომხდა ღვიჩი მოკლედ ისე ვიყავი ვიკეცები თუ არ ვიკეცები ნუ 20 წამი გადავიტანე და სუნთქვის გარეშე ვიყავ მთელი 20 წამი დავჯექი რინგზე და რატომ ინსტინქტურად ბეჟანი მასწავლებლებს ვეუბნები ღვიჩი გავატარეთ ხო რა აი ღვიჩი მომხდა მე რა შევმე რა ხდება მეთქი აი კი ანუ იმისგანაც ეგ წამოვიდა ანუ იმანაც იცის შენი ხასიათი და მაგ არა მე და ბეჟანი მასწავლებელი ილო მასწავლებელიც რა თქმა უნდა მაგრამ აქ უფრო ინდივიდუალურად რო თქვა ძალიან კარგად ვეწყობით იმიტომ მე უფრო ხასიათების ტიპი ვიყავი ბავშვობიდან იმიტომ რაღაცა ფიზიკა არ მოყვებოდა და აი ტექნიკის ხარჯზე და რაღაცა და უწყდებოდი ხოლმე ბრძოლებში აი ფიზიკურად რო ფიზიკა რო არ მოყვება მე უფრო მარტივად იღლები და მე ტიპი მოდის რო ხედავს და წდები რაღაც მომენტში რა მე ფსიქოლოგიურად ნებდები მქონე მომენტი რინგზე იცი როგორ არ ვარ თქო მზად თქო მოდი თქო არა უშავს წავაგე თქო ჩავალ თქო და უფრო მაგრად მოვემზადები თქო სულ მაგით სულ ეგ მომენტი მქონდა და ყოველ შეჯიბრის მე უფრო ძლიერი ხდებოდი რა და ეხა მე და ბეჟანი მასწავლებელმა ძალიან გამიგო რა მაგ მომენტში და ერთ-ერთი ბრძოლის მომენტს მოყვები რომ პირველი ბრძოლა პირველ რაუნდი მოვიგე ესე იყო ხოლმე პირველს მოვიგებდი მეორე რაუნდში ესე მეყავ და მესამეში ვტყდებოდი დაუშვათ ნუ ყველა რამოდენიმე ბრძოლა იყო ისეთ მნიშვნელოვანი რა და ერთ-ერთი ბრძოლაც არის პირველ რაუნდი მოვიგე მეორე რაუნდი უკვე ვტყდები და ბეჟანი მასწავლებელი მეუნება კაი ბიჭი ხარო კარაუშავს კაი ბიჭი ხარო ყოჩახ და აი ამის ზახილით ჩემთვის პირიქით ის იყო რა ნუ ესე იგი კარგად მიდის და უფრო წყნარად ვიყავ ვიდრე კიდე რომ ვერ ვაკეთებ დავალებას და კიდე რომ მაძლევდი მაშინ გატყდებოდი სხვა დროს რომ მაძლევდი ანუ წარმოიდგინე შენ თავთან არ გძოლობ კიდე გებძვი და აქ კიდე დავალებას გაძლევი რომელსაც ვერ ასრულე და უფრო გიჭირს კიდე რომ გაძლევენ და ბეჟანი მასწავლებელი ის მომენტი დაიჭირა რომ პირიქით შემაქო და მე ეს რაუნდი წამოვიღე რა დავჯექით და უცბად სახეში ტყლაშანი ხდება იცოდეო შულავო ბრძოლაო არ გამიფუჭოო რა და კარგად და ნუ მეც გამოვხიზდი რაღაც და მესამე რაუნდს კარგად ჩავატარე და გავაკეთეთ ის შედეგი რა რაც საჭიროა ხო აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ურთიერთგაგება იყოს მართალია ძალიან მარტოსული სპორტია და იქ მარტო აკეთებ მაგრამ იქ ხო და რეალურად არ არის ხო იქ გარშემო გჭირდება საფადენი ვისაც დაეყრდნობი აი ამ კონკრეტულ კიდე რა მომენტი არის რა არის რომ ბრძოლობ და ბეჟანი მასწავლებელი ხშირად ის ხო რუსულად დავალების მოცემა, მაგრამ ეს რუსულად იმიტომ კი არ მაძლევს მე რუსული ქართული არ ვიცი, ან ბეჟანი მასწავლებელი არის ძალიან კარგად იცის ქართული, კარგი განათლება, მაგრამ ეს იმიტომ მეუნება რუსულად რომ მეტოქეს აგონებს ისეთ რაღაცას, რომ იმეტოქემ ზუსტად ის გააკეთოს, ან არ გააკეთოს. ეხლა ტიპი მოდის რა და მეც უკვე всё მონ პრესავს რა და ნუ მე მზად ვარ თუ არ ვარ მზად ესე ვთქვათ
მოდის პრესავს და ბეჟანოსტარას რას ეუნება იცი რუსულად რომ ეხლა წამოვიდეს მიდი წამოვიდე ეს ტიპი რომ მოდის მაგრამ ჩერდება ამ დროს რა მიჩერებს მოწინააღმდეგეს ტემს აგდებინოს ხო ხტები და ფსიქოლოგიურად ისიც იბნევა რა კი არ წყდება მაგრამ აი დააბნევა თქვენ სხვა გეგმა გაქვთ სიტყვა სხვა არის და იქ მე სხვანაირად მიდის უკვე ეს რაღაც დეტალებს აქვს ხოლმე რა და კი რა თქმა უნდა უნიშნელოვანესია აი ყველაფერი ზოგადად და აი ფაქტია რომ შედეგები მოაქვს შენ შემთხვევაში აი ამ ყველაფერს. ლაშა კიდე ერთი საკითხი რაც მაინტერესებს არის ის რომ აი ფსიქოლოგიაზე ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ რინგზე გასვლის წინ მithumetes ყველა მოკრივეს თითქმის არ შემხვედრე მოკრივ ისეთ არ ვთქვამს რომ აი მე მკიდია და ისე გავდივარ ანუ არ მაქვს რაღაცა ზედმეტი ღელვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გარკვეულწილად მეტნაკლებად ყველას აქვს. მაგრამ თავარი არის აქ იგივე მაიკ ტაისონს აქ ნათქვამი რომ ბრძოლის გასვლის წინ ყველას უვლიდას და მანამდე ხო ისეთი სპორტულ მანდრაშს რო ეძახიან ქონდა მაგრამ აი ეს შიში უნდა აქციო შენ გამარჯვების ენერგიად პირიქით და შენ შემთხვევაში როგორ არის აი ამ ღელვას რითი ამარცხებ და როგორ გადიხარ მე რინგზე და საკუთარი თავის ხელში შეყვანას როგორ ახერხებ მე ვფიქრობ რომ ეს არის ეტაპ სხვადასხვანაირი მომენტი არის მაგალითად პირველი მომენტი მე ხა პირველად რო გავიშერებზე ანუ ისევ ნერვიული ისევ ღელავდი არ ვიცოდი რა უნდა მომხდარიყო ერთადერთი მინდა რომ ეს დღე მალე მორჩენილიყო რა ეს შეჯიბრი მორჩენილიყო და ჩაევლო შემდეგ იცვლება ეს ეტაპები რა და ნუ არის მაგალითად დაუშვათ გაუგებრობის გაურკვევლობის გამო გაქვს ღელვა შიში შეგიძლია დაარქვა და მე ნელა იზრდები და ხვდები რომ ანუ არავინ მაგალითად მე მივხვდი რატომაც რომ აი ჩემ თავს ვეკითხები აი ხა რატო უნდა ინერვიულო ვინმესთვის აი ამ ასაკში თქო ხა 13 წლის ბავშვს თქო ვინმეს დაურტყია და მოუკლია თქო ან მოუკვდები რინგზე აი რა მომივა თქო არაფერი მაქსიმუმ წავაგო თქო და ჩემი აი ამ შიშების თუ აი ამ კომპლექსების გამო ვერ გავათავისუფლო ის ძალები დავიღალო ვერ გამოვიყენო ჩემი რესურსი და წავაგო მარტო ეს უნდა მოხდეს რა და ჩვენ თუ გავიაზრებთ იმ მომენტს რომ ანუ ადამიანი 3 რაუნდი 3 წუთიანში ვერ დაიღლება თუ ჩვენ twin არ მოგვაწოდა ეს იმპულსები რა და ჩვენ თუ შევძლებთ აი ამ ძალების გათავისუფლებას და ჩავთვლით მართლა რომ ვერ დაიღლები მართლა ვერ დაიღლები რეალურად მაგრამ twin თუ ხდება რომ დაიღალა და ხელ დაგიღალა მართლა ისე დაიღლები ვერ წავიდი ფსიქოლოგიიდან იმ მომენტში რა და ჩემ შემთხვევაში როგორ არის იცი მაგალითად აი ერთ-ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორი რა აი შეჯიბრი მაქვს ევროპის ჩემპიონატი რა ადრე ევროპის ჩემპიონატზე რო ფიქრობდი აი ეს შემხდება იმისაც მემზადე ამისაც მემზადები აი სულ ხარ იმ შეჯიბრზე უკვე მზადება დაწყებულია მაგრამ ემზადები იმ ჩხუბებისთვის მე ჩავდივარ შეჯიბრზე ვაფშე არ გამოდის არც იმას არ შეხვდა არც იმას იმას შეხვდა ვაფშე ამასთან მოვიგიან ამასთან წავაგე და ვაფშე ხანერად წავიდა პროცესი რა და მე ერთ-ერთგან მოვისმინე თუ წავიკითხე არ მახსოვს რომ ანუ ჩვენ იცი რა არ უნდა თქვა შეჯიბრო მორჩება არ უნდა თქვა რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მაგრად მომზადებულიყავითო რა ჩვენ მოდი იცი რა ვქნათო შენ მოემზადეო მაგრად რომ არ თქვა რომ შენ უფრო მაგრად მომზადებულიყავი მე შემდეგ მიენდე ღმერთო ის შეჯიბრიო და იქ როგორ რა განაწილება ვის ტრავმოა ვინ შეჯა ვინ შეხვდა ვერ გაიგებო რა შენ თავი მიზანი აქვს მოემზადო რა და აი ისე დამშვიდი მორალურად და ფსიქოლოგიურად რომ ეხა შეჯიბრზე რომ მივიდი რომ აქვს შეჯიბრი მავიწყდება რომ შეჯიბრის ვემზადები რა ეს ვაფშე გამორთული მაქვს ეს ხაზი და აი აქ არის თავარი აი ეს დეტალები თუ დიეტა მომზადება ის ყველაფერი მივიყვანო მაქსიმალურამდე და შემდეგ გავიდე შეჯიბრზე და უკვე შეჯიბრი რომ მოდის იმენად მავიწყდება რომ შეჯიბრზე ვარ აი უკვე რომ ავიწონები რაღაცა იქ აი საჭმელს შევჭამ დავიზინებ არც მახსოვს რომ ვაფშე შეჯიბრზე ვარ აი უბრალოდ სად ვარ არ ვიცი რა და უკვე რომ გასახდელში რომ შევდივარ კიდე არა გამოვიდა მე რუსად გამახსენდა მომენტი რომ აუ დღეს უნდა ვიჩხუბო და იმას უნდა ვიჩხუბო თქო და ანუ როგორ რაღაცას ვიცი ბევრს რო ფიქრობ რომ ესე უნდა ვიჩხუბო არანაირად არ გამოგდის ეგრე ჩხუბი უფრო იწვევი უფრო არ გამოგდის და საბოლოოდ ჩვენ რინგზე რო გავდივართ ჩვენ ინსტინქტებს რა ჩვენ ინსტინქტები მუშაობს რა და ჩვენ ვარჯიშს უნდა დავიყენოთ ჩვენი ტექნიკა და ბრძოლა ინსტინქტის დონემდე რომ აიცი რომ დაარტყა იმას ვერ გადაწყვეტო წამის მიასეჭი ყველას აქვს გეგმა სანამ ყბაში არ მიიღებს ხო თუნდაც მაგრამ რაღაც გარკვეული მონახაზი უნდა კონდეს, მაგრამ კონკრეტული არა, მაგრამ აი ამ მონახაზში და აი ამ ფიქრებში შენ შეიძლება გადაიწვა და უბრალოდ ემოციურად დაიღალო რა და აი რინგზე გასვლას უკვე მაშინ ვთავა იმას რა, აი ამ აღზნების მომენტს, რომ всё უკვე რომ რინგზე ვარ და ჩხუბია და მე მომდის ეს მთელი ძალები და მაგიტომაც ალბათ უკვე აღარც ვიღლები ეს ბოლო დრო შეჯიბრებზე და ალბათ გამოცდილებასაც მოაქვს თან ეს ყველაფერი. გამოცდილების გარეშე ანუ შანსი არ არის ამას ვერ გამოიწერ, ვერ შეიძენ, ვერ იყიდი, უნდა გაიარო ეს რა. როგორც ახლა 5 რაუნდიანი ბრძოლა ჩავატარე სად ახლა ეს გამოუსწრო ვიყავი და შემდეგ ბრძოლისთვის კიდე უფრო ვიცი მე-4 რაუნდის მე ანუ 3 რაუნდმა რო ჩაიარა მეთქი აი ხარ ახტება თქო მე-4-ში ნაყოფი არ ვარ რა არის მე-5-ში მაგრამ ახლა მივხვდი რომ არ არის პრობლემა კარგად გაიტანა ყველაფერი და მზად ვარ შემდეგ უფრო და უფრო უკეთესი შედეგებს რა თქმა უნდა დადებ კიდე ერთ-ერთი იდეა რა ანუ ადრე ყოფილა გავდივარ შეჯიბრზე და
მაგალითად ტყდები ან აგებ ან არ მიგდის ისე და რო არ მიგდის არ ცდილობ რომ წაიყვანო, ცდილობ, მაგრამ არ გამოგდი და რა საბრალი იცი რომ აი რაღაცის ბრალია იქ გაციებული ვიყავი იქ რაღაცა ვარჯიშზე დარბაზი არ გაიხსნა რაღაც და რაღაცას მაინც პოულობს ადამიანი იმ მომენტს რომ რაღაცას დააბრალოს და მოიხსნას თავი, მაგრამ მე რა იდეას მივხვდი იცი რომ აი წავაგებ თუ მოვიგებ, ანუ ჩემ ცხოვრებაში კარგი რა ხდება თუ ცუდი ხდება, ორივე შემთხვევაში ჩემი ბრალია თქო რა და ეს იდეა და ეს პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე. მეთქი ეხლა რომ გავიდე თქო და წავაგო თქო ვის რა თქო მე დავზარალ თუ მოვიგე ვის რა კი გავუხარ, მაგრამ ისევ მე თქო და ანუ ეს ამ იდეით რომ დავიწყე უკვე დაუშვათ ცხოვრება არა მხოლოდ კრივში, ზოგადად უკვე ჩემი ცხოვრება ბევრად სწრაფ ტემპში განვითარდა, ბევრად სწრაფ ტემპში წავიდა წინ და ანუ არის მომენტი რომ აი ადამიანმა რაღაც იდეა შეიძლება საკუთარ ხასიათს და თავს მოარგოს და იმ იდეამ შენ ძალიან წინ წაგიყვანოს. ესე მოხდა ჩემს შემთხვევაში. შენ ახსენე ეგეთი რაღაცა რომ აი ბევრი ფიქრი მიქ მეტოქეებზე ვინვის შეხვდება და ასე შემდეგ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საბოლოო ჯამში, მაგრამ მაინც ჩვენ ახლა ვემზადებით და შენ პირველ რიგში და ჩვენ როგორც კომაგები ოლიმპიადისთვის, რომელიც იქნება მართლა ასე ვთქვათ შენ ადრე ჩემთან ახსენე რომ ცხოვრებაში ერთხელ შეიძლება მოგეცეს ამის შანსი რომ გამოიყენო მიაღწიო წარმატებას. მაინც მონახაზის სახით ალბათ გექნება და ამას მე უკვე დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ჩაუღრმავდები. ვინ არიან შენი ძირითადი მეტოქეები ამ ოლიმპიადაზე? რა თქმა უნდა, ეს არის მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეები. ვინ არიან კონკრეტულად? შეიძლება რამოდენიმე მათგანთან შეხვედრილიც ხარ აქამდეც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ინდივიდუალურად მაინც თუ განიხილავ ვინ როგორი მოკრივეა, ვინ რა სტილია, ვის როგორ უნდა დაუპირისპირდე, ან ვისთან ისურვებდი, ან არ ისურვებდი და ვის თვლი კიდე მთავარ კონკურენტად. რა შეიძლება ეხა ოლიმპიურ თამაშებს და მეტოქეებს, რა თქმა უნდა იქ არავინ არ იქნება ისეთი ხელწამოსაკრავი, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ 2064 სპორტსმენი ვარ 63 კილოში და აქედან 20 ადამიანი აიღებს მხოლოდ საგზურს, ეს 20 იქნება რა თქმა უნდა გამოკვეთილი. აქედან უკვე 8 კაცს გვაქვს საგზური და ანუ რომ აი პროფესიონალურ კრივში შენ მეტოქე რო იცი, ამით ემზადები კონკრეტულად იმ ტიპისთვის პარიკ პარტნიორებიც ეგეთები ყავს და ანუ მის ბრძოლებს განიხილავ, შეისწავლე, მე იმ შეცდომაზე მუშაობ და ვცდილობ რომ რაღაც, მაგრამ აქ მაგის გაკეთებას ჩემი აზრით აზრი არ აქვს, მაგრამ დაახლოებით აი ვიღაც შეიძლება გამოკვეთო, მაგრამ მაინც ფიქრობ იმაზე მუშაობაც არ ღირს იმდენად, იმიტომ შეიძლება იმასაც რაღაც შეემთხვას, ტრავმა შეეჯახოს, მოხსნა და რაღაცა არ იმაშვები რა, მაგაზე მუშაობას არ ვაპირებ, შეიძლება უფრო დამაბნიოს და ამირიოს სტილი, იმიტომ რომ გავდივარ იქ 4-5 ბრძოლა გიქნებ ჩატა და ყველა სხვა სტილის და ვინ შეხვდე ვერ გაიგებ და შეიძლება პირიქით კარგ მომზადებო სუდათ იმოქმედოს შენზე. ამიტომაც მომზადებაში ისე მომზადები როგორც წეგან თქვი რომ აი აქ ყველა დეტალს გავივლი, თუმცა მთელი გამოცდილება ბაზა არსენალი ყველანაირად მაქვს იმისა რომ აი ხა ამ 8 კაცს ვისაც უყურე თუნდაც იმ სამგზის სოფლიო ჩემპიონს მე ვთვლი რომ შემიძლია ჩვეულებრივად ავიდე და ჩემი დღე იყოს კი არა ჩემი დღე გავხადო რა აი მაგალითად კუბელი რო შემხვდა იყო ჩემთვის ჩემზე მართლა ჩემზე მაღლა იდგა ყველაფრით რა მომზადებითაც და ყველაფრით მაგრამ იმ დღეს მე ჩავთვალე რომ ამ კუბელმა შეიძლება მომიგოს თქო ოღონდ დღეს ვერა თქო დღეს ვერავინ ვერ მომიგებს თქო რა და ზუსტად ეს დღე დავიყენე ჩემს ცხოვრებაში რომელმაც მე მომიყვანა აქამდე რა და ამიტომაც ეს ოლიმპიური თამაშებს მე ამ ოლიმპიურ თამაშებს მე უძღვნი ჩემს თავს და ვეცდები რომ ყველა გადავა. აი იქ რომ 3 რაუნდი 3 წუთიანი ჩაივლის და ხელს რო აგიწევენ, მე ის სამგზის სოფლიო ჩემპიონი, თორგის ოლიმპიური ჩემპიონი, უკვე გვიანი იმაზე ფიქრე თუ მან რა შეცდომა დაუშვა და რა ვერ გამოიყენა და მე ზუსტად ამ ფსიქოლოგიით მივდივარ. ჩემს თავი არის კარგი მომზადება, რასაც ვენდობი ბეჟანი მასწავლებლის ილია ტლაშაძეს. შემდეგ ასევე საკუთარ თავს ძალიან ვენდობი და ვიცი რომ ჩემს თელ განცხოვრებას, კარიერას ჩემს ძალებს, ენერგიას, გამოსი ყველაფერს მოუხმობ და ჩავდებ აი ამ ოლიმპიურ თამაშებში რა. უბრალოდ არ მინდა რომ გამოვკვეთო, რომ ოლიმპიურ თამაშებზეც ეგრე ბავშვობიდან სულ მისმოდა რომ ფავორიტი არ არსებობს. კი, ფრანგი კაია, სხვები მეუნა კარგი სამგზის, მაგრამ იმ დღეს როგორ იქნება კიდე არავინ არ არის. არ მინდა რომ გამოვკვეთო, არ უყურებ რომ სამგზის სოფლიოს ჩემპიონი არავინ არ არის. ყველა ვართ თანასწორი აი ესე. მithumetes რინგზე ორი კაცი დგებით ერთმანეთის წინაშე და იქ უნდა გადაწყდეს და მორჩა. იმის უკან რა დგას, უკვე იქ ეკარგება აზრი. არავინ არის, მე რამდენჯერ მიჭუბია შეჯიბზე, რომ ის ჩემზე ბევრად დაბალი დონე არის დაუშვათ, მაგრამ იმან არის მე რომ ხელის ტრავმა მაქვს, დაუშვათ სიცხე მაქვს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი 4 ბრძოლა ვიჭყვი და 4 ბრძოლა სიცხე ვიყავი. ჩემ მეტოქე მიცოდა რომ ხდებოდა ლაშაგურული სოფლიო პრიზიორს, მაგრამ რეალურად არ იცოდა მე რა საშინელი პერიოდი გავიარე და იმ მომენტში რა ვგნობდი. აი ბრძოლის დროს მეგონა რომ ჩემ ბრძოლას უყურებდი კომპიუტერში. ბრძოლობდი და მომენტში ანუ ისეთი გათიშული ვიყავი ერთი თვის განმავლობაში სულ სიცხეები მქონდა რა და მეგონა რომ ტელევიზორში ხედავდი და უცბად რომ მოხდებოდა ვახმეთქი აქა ვარ მე ვარ თქო და შევდიოდი ისევ ბრძოლაში რა. ლაშა, რა უნდა კითხო კიდე ერთ საკითხი, აი ფაქტია, წარმატებული სპორტსმენი ხარ, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ხარ.
და ფაქტია აღწევ წარმატებას. ხშირად არის ხომ ესეც საკითხი, რომ ქართველი სპორტსმენები არა მარტო კრივში, ზოგადად და ალბათ ამას აქვს საფუძველი, მე კი არ ვიძახი, რომ არ აქვს საფუძველი. აქვთ ხომ ეს სათქმელი, რომ ვერ აღწევ წარმატებას, იმიტომ რომ რაღაცა მე არ მაქვს ისეთი აღდგენები, მე არ მაქვს თითქოს რაღაც სავარჯიშო პირობები ისეთი, მე არ მაქვს რაღაცა აი რაღაცებს ვედავებით მწვრთნელი არ მყავს ზოგი იძახის ისეთი, ზოგი იძახის სპარინგ პარტნიორი არ მყავს. ანუ არის ეს პრობლემები არის ზოგადად ქვეყანაშიც არის პრობლემები, რა თქმა უნდა, ეკონომიკის კუთხით იმას აბრალებ, ამას აბრალებ, იმას აბრალებ. შენ შემთხვევაში ფაქტია, რომ აი ამ გარემოში ცხოვრობ შენც აი სირთულეები როგორც სხვას ისევე შენ გაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც აღწევ წარმატებას. აი რა არის ის, ნუ გარკვეულწილად შენ ამას გაეცი, შენ წინა საუბარში პასუხი, მაგრამ აი რის ხარჯზე აღწევ? თუნდაც რაღაც თუნდაც მედიცინა არ არის ყველა ამბობს საქართველოს იმ დონეზე, როგორც ევროპაში. აი როგორ შეძელი ამ წარმატების მიღწევა იგივე პირობებში? ჩემს ირგვლივ რაც ხდება, აი თუნდაც გარემო, თუნდაც მედიცინა, სპარინგ პარტნიორები, აი ნუ ყველანაირი აი რასაც შენ შეეხე, ჩემს შემთხვევაშიც შეიძლება ზუსტად ეგრე იყო, მაგრამ რა იდეა დავინახე, იცი? 100%-დან თუ 80% არის ცუდი ჩემს ირგვლივ, იმ 20-ის კარგის დანახვა ვისწავლე რა, იმ 20% და იმ 20%-ს ჩაჭიდება და იმ 20%-ზე ესე ვთქვათ, პოზიტივზე უნდა, რა თქმა უნდა, რა, ეგ ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არ არის მთავარი ფაქტორი. მე კიდე რო ხდები რა, აი ბავშვობაში რა, აი ბავშვობაში რო ხედავდი რაღაც მაგალითად ტელევიზორში ვინმე სპორტსმენს ან ბანერს ან რაღაცა, სულ მეგონა ბავშვობიდან რომ მე ჩემ ქალაქში რო გავივლიდი, აი ჩემ ბანერი იქნება ტელევიზორი და მე ზუსტად ეგრე მოხდა ჩემ ცხოვრებაში რა და მეთქი როგორ ხდება ეს ყველაფერი თქო და რომ ისევ ანალიზს რო ვაკეთებდი, ხდებოდი რომ ყოველთვის მე მჯეროდა ამისი და ჩემს ირგვლივ ყოველთვის ჩემს ოჯახს, ვისაც მე უყვარვარ რა, რითიც ვარ მდიდარი რეალურად ამ ადამიანს ყოველთვის ჯეროდათ ჩემი და აი ძალიან ბევრი უსამართლობა გავიარე რეალურად რა, აი მართლა გეუბნები ძალიან დიდი უსამართლობა, ძალიან ბევრია იმედგაცრუება, მაგრამ ჯეროდა რა მშვიდად ვიყავი მაგ იმაში და გადავიარე. ეხლა ბევრად მარტივი არის ეს ყველაფერი, მაგრამ აი ეს შუალედი არის ყველაზე რთული რა, რაც ალბათ 90% სპორტსმენის 90% გადის მაგ რთულ შუალედს რა და ვფიქრობ, რომ ერთი მომენტი ის რომ დავინახე ლამაზი და კარგი მხარეების დანახვა, ჩვენ ნაკლი ყველას და ყველაფერს აქვს, მაგრამ ჩვენ რომელი მხრიდან შევხედავთ იმაზე დამოკიდებ, ჩვენ თუ ვეძებთ სული მხრიდან ნებისმიერ ანუ ყველა ჩვენ ერთმანეთს შეგვიძლია ნებისმიერ ნაკლი უპოვოთ, ნებისმიერ ნაკლი კი არა, ჩვენ შეგვიძლია უპოვოთ ნაკლი აუცილებლად, მაგრამ თუ გვინდა უპოვოთ კაი მხარეს რა და მე სულ ყოველთვის ვეძებდი კაი მხარეს ერთი მომენტი, მეორე ის რომ მართლა ძალიან შრომის მოყვარი ვარ და ვიცოდი რომ აი გულის სიღრმეში კი არა, სულ ვიცოდი რომ შრომის გარეშე არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ რო გეუბნები არიან ტიპები რომ იძახენ აი ვაშკაცი უნდა იყო და ის უნდა იყოს ის ვაშკაცი უნდა იყო არ გეშინა, ანუ ეგ კი, მაგრამ პირველს გადაიწერდა კი ბატონო, მაგრამ რაღაც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კი, მაგრამ როცა ორი ადამიანი რომელსაც ვაშკაცია და ღმერთის წამს და წამს მოგებს, მე ზუსტად ეგეთია. აი ამ შემთხვევაში ვინ იგებს? ვინც უფრო ამან 8 აჯიმანია გააკეთა, ამან 10 აჯიმანია გააკეთა. ამის ხელი უფრო სწრაფად რომ მივიდა მიზნამდე, ვიდრე ამის ვინ იგებს, გამოდის ისევ შრომას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ანუ ესეც შრომ გადამწყვეტი მაინც ეს არის. რა დეტალები ერთმანეთზე არ მიმული რა, ერთ რაღაცას არ გამოკვეთა, მაგრამ არის რაღაცები, რაც ერთმანეთზე არ მიმული, საბოლოოდ აი ამ პატარ-პატარ რაღაცებიდან შედგება ის დიდი რაღაცა რა. კომპლექსური საკითხი, ანუ ერთიც რო ჩააგდო, ანუ თარმით უმეტეს კრივი ხო, ეს არის მენტალობა, ფიზიკა, ფსიქოლოგია, განწყობა, ტექნიკა, ანუ ყველა იმაში უნდა გქონდეს ალბათ თავდაჯერება, ხო, გარკვეულწილად. და თავდაჯერება რას მოაქვს? შრომას და იმას რომ იცი რომ შენ გაკეთებ კროსის მოუჭერი და რომ სპარინგი არ ჩავატარე რინგზე რომ ავდივარ იქ მე მახსენდება ის რომ აი ნახე იქ მე არ გავაკეთე ის და აქაც მოდი ცოტა ძალებს შევინახავ შეიძლება არ მეყოს მაგრამ მე რომ იქ რო ვირბინე ბოლომდე კიდევ უფრო მეტი გავაკეთე და დავუშვათ რომ ვისპარინგე მე აქ რო გავდივარ მე იქ გავიარე კარგად მეთქი რატომ არ უნდა წამივიდეს ბრძოლა რა აი რა უნდა დამაკდეს და შენ ვაკეთებ ამ ყველაფერს მაგრამ არიან სპორტსმენები ყველაფერი აქვთ მაგრამ აქ აქვთ პრობლემა ვერ იყენებენ, ვერ ათავისუფლებენ ამ ძალებს და აი სულ კიდე შრომაზე არიან გადასვლება რეალურად აქ აქვთ ჩაკეტილი რა. პროსტა რას ხდება, იცი? ჩვენ უნდა შენ უნდა გჯეროდესო საკუთარი თავის, ანუ კი უნდა გჯეროდეს, მაგრამ ვერ ვიგებდი რანაირად ეხლა რომ ხდება ტიპი მსოფლიო ჩემპიონი, დავუშვა ამ ვიღაცა ისეთი და მე მასე ბევრად ნაკლები მაქვს გაკეთებული. მაინც გულის სიღრმეში ვერ გჯერა იმის, იმ გჭირდება დრო, მაგრამ ჩვენც რა უნდა დავიჯეროთ, აი ჩვენ უნდა დავიჯეროთ რომ ჩვენ ვიმსახურებთ ამ ბრძოლის მოგებას დაუშვათ რა აი ჩვენ უნდა დავიჯეროთ რომ ვიმსახურებთ ამას და არა ის რომ შეგვიძლია რა ამას რომ დაიჯერო ვიმსახურებ ესე იგი შეგიძლია რა და რომ მივხვდი რომ ანუ მე ვიმსახურებ ამ მოგებას აი ეს თავდაჯერებო რომ მომეცა მე ვიმსახურებ ამას და ეს თავდაჯერებო რომ მომეცა ნუ შედეგებიც
ბევრად კარგი კარგი შედეგებია რაც არის ახლა ჩემს კარიერაში ესე ვთქვათ, იმიტომ მეორე წრეზე წავედი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, რაც რავი იშვიათი არის ზოგადად თემ მსოფლიოში, თუმცა შეიძლებოდა კიდევ უფრო ბრინჯაოს მაგივრად იმ ტრაუმის მაგივრად შეიძლება სხვა სინჯის სხვა ფერის медаლი ყოფილიყო და აქაც ისე მოხდა მსოფლიო ჩემპიონატზე, აქაც ტრაუმები და ალერგიით ვიყავი და აქაც არ წავიდა რა, მაგრამ ღმერთს მადლობას უხდი ამ ყველაფრისთვის, იმ ადამიანებსაც ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ყველაფრისთვის და მე ვიცი რომ მე ამისთვის მაინც არ ბრძოლობდი. მე ამათ კი კარგია ოქრო, კარგია ვერცხლი, კარგია უკეთეს შედეგი, მაგრამ მე რეალურად ბრძოლობდი სხვა რაღაცისთვის, რაც არის ოლიმპიური თამაშები და ვიცი რომ ჩემ თავს არ უღალატებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. მე მართლა არ მიყვარს მე წინასწარ რაღაც განაცხადების გაკეთება, რომ აი ჩემპიონი გავხდები და რაღაცა, მაგრამ ჯერა მაგისი რომ ღირსი ვარ მაგის. შენი შრომიდან გამომდინარე აი ამ მომენტზე არის რა და უბრალოდ მინდა კიდე ერთ რაღაცას გავუსვა ხაზი რა. რატომღაც არის მომენტი რომ ადამიანებს გონიათ რა, მაგალითად მე რომ გავხდი საქართველოს ჩემპიონი, სკოლაში რომ მივედი, ჩემი სტენდი გააკრეს რამე რუმე და ბავშვებმა გამომარშეს რომ მე ბავშვებმა ეგონათ რაღაცა მე გამოვიყავი კატეგორიას და რეალურად როგორ ხდება იცი, მე რომ გავხდი საქართველოს ჩემპიონი, არ ჩავთვალე რომ მე რაღაც ახალ ეტაპზე გადავედი და საქართველოს ჩემპიონი ვარ. არა, ხო, აი მე ხო მინდოდა სულ მინდოდა საქართველოს ჩემპიონობა ბავშვობიდან, იმიტომ გავედი წავაგე და ჩემი მოსთან იყო საქართველოს მომიგო ჯერ პირველი ეტაპი. შემდეგ სხვა ეტაპი, მეორე სხვა ეტაპი რა და არადროს არ ვთვლი რომ გავხდი საქართველოს ჩემპიონი, არ ჩამოთვლი რომ ახალ ეტაპიდან დავიწყე. ასევე გავხდი ევროპის პრიზიორი, არ ჩამოთვლი ახალი ეტაპი სოფლიოს ფინალისტი, რაც მაქვს შედეგები, არადროს არ ჩამოთვლია რომ მე ლაშა გურული გავხდი ახალ ეტაპზე გადავედი რა და როგორ არის იცი, აი საიდანაც დაიწყო ჩემი ცნობიერი, სადამდეც მოდი სულ გრძელდება ჩემი ცხოვრება, არასდროს არ ვთვლი რომ მე სხვა ტიპი გავხდი, უფრო მაგარი როჟა ვარ, უფრო შედეგიანი სოციუმს გამოვიყო და ამ შემთხვევაში ახლა გინდა თუ არ გინდა შენ დაუშვათ შედეგებს, მოყვება თუნდაც ის ეკონომიკური უფრო ძლიერი მხარე ვიდრე მანამდე აქამდე თუ ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა ქირით, ეხლა მაქვს სახლიც, კარიც და მანქანა და ასე შემდეგ და მოხდა ცხოვრებაში ისე რომ მაქვს იმიჯი, ვარ შოუ ბიზნესში, მაქვს გემოვნება, ჩემი ნიჭის და შრომის ხარჯზე გავაკეთე შედეგები, მოხდა ისე რომ ვიყიდე მანქანა, ვიღე რაღაც ნომერი, სახლი, კარი და რატომაც ზოგ ადამიანს ჩემს იღლო გაუშვდა ის კომპლექსები რომ მე თვლიან რომ მე რახან გავაკეთე შედეგები, რახან კარგი მანქანი დავდივარ, რახან ჩემთან მეგობრობა ახლობლო ცოტა ცნობილი ვარ ესე რომ ვთქვათ, ჩათვალეს გონიათ რომ მე რაღაც ახალ ეტაპზე გადავედი და თვითონ გავუსტათ კომპლექსები გავყვენ და ეძებენ ალბათ გონია რომ ეძებენ ცუდი მხარე მინახონ ხო ხტები და მე როცა აქვს ჩემთან ურთიერთობა მე ხვდებიან რომ არც არაფერი არ შეცვლილა ისეთი რა, მაგრამ სანამ აი ეს მყარდება ეს ურთიერთობა უშვებად კომპლექსები და ავტომატურად ცივდება, აი რამდენიმე ურთიერთობა გაცივდა, ხო ხტები რა და მე ვთვლი რომ უბრალოდ მათშია პრობლემა, მათ კომპლექსებში არის და მოიხსნა ეს კომპლექსები, ხო ხტები რაღაცას უყურონ, წაიკითხონ, მოისმინონ, ან მოვიდენ, დამელაპარაკონ, გაიგონ და მიხვდებიან რომ მე არაფერი ახლა არ დამიწყია, იმიტომ ცხოვრებას ვიბადები და მივდივართ, ეს შუალედი არის რა, ის რაც არის და მე ყოველთვის როგორც ვიყავი ბავშვობიდან მე ვიცოდი რატომაც რომ რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება, ესეც უნდა ხდებოდეს და მე ესეთი ვიყავი ზუსტად 5 წლის წინათ, 3 წლის წინათ, როცა შედეგი არ მქონა. უბრალოდ დავამტკიცე რომ შედეგი გავაკეთე, თორე ზუსტად ჩემში რაც არის ირონული რაც იყო ისე ვისხარ. რაც უფრო შედეგიანი ხდები და რაც უფრო წარმატებული ხდები, აი დედაჩემ სულ მეუნება, აი მართლა სულ ოცნებოდი შენაერ შულზე, მაგრამ არ მეგონა თუ აი ესეთი იდეალური გამომივიდოდა, იმიტომ რაც უფრო წარმატებული ხდები, მით უფრო კეთილი, ყურადღებიანი, თავდაბალი ხდები, ხო ხდები და ანუ მეც მას ვხედავ ჩემ თავს და ამიტომაც დამშვიდით ვინც ხარ თუ ნერვის გაშო აი ხო ხდები რავი მომენტი რომ იძლევა თიციშვენ ეგე და ანუ ხო რა ის შესწავლას ყველა უშვებ რა პრობლემა არის და ვინმეს კიდე ეგ თემა ნამდვილად არის რომ მე რაც უფრო პოპულარობასაც აღწევ რაც უფრო ის ხარ რაღაცა პატარა დეტალიც სხვა დროს რო ვითომ არაფერი მე უკვე სამაგიერო კი მაგარი ხარ მაგრამ ჩვენ მაგაში ყველაზე მაგრები ვარ თითის გაშვერა მაგრამ მე როგორ იცი ანუ მეც ქონია ბავშვობაში კი არა ცოტა ისე მეც გამიშვერია თითი მაგრამ მე მივხვდა რომ ჩემ თავთან ხო ვშები ერთ-ერთზე ძალიან აი სინდისთან როგორი აი სინდის როგორ რაღაც ვეძახი იცი ან კი ან არა მარტო ეს ფუნქცია აქვს აი მართალი ვარ რო ვიკითხები ჩემ თავს ბოლომდე გულის სიღრმეში მეორე ან კი ან არა მეტი ფუნქცია არა შუალედი არა სხვაზე რო ვიშვედი თიც მეთქი აი და მე რო ფიქრობდი აი მეთქი აი იმაზე ესე რო ვიშო შენ ეს არ გაიკეთებია ან ამაზე უარესი შეიძლება არ გაიკეთებია მეთქი რატო იშვერ მოდი ის ადამიანი იმანაც შეიძლება რაღაცა თუნება აქვს ან უბრალოდ არ იყო ხასიათზე და ესე მოვიდა და მოდი გაგებით მოიკიდე ამ საკითხს და მივხვდი იმ მომენტს რომ გაგებით უნდა მოვიკიდოთ რა ანუ სხვა იმ ადამიანის ცხოვრება იმის გაგება არის იმის შეხედულება არის ხო ანუ არის მომენტი შეიძლება ჩემი და მის შეხედულება არ ემთხვეოდეს ბევრ რაღაცაში მაგრამ მე მქონდეს მასთან ძალიან ლაკონური და ნორმალური ურთიერთობა მაგრამ ჩემს პრინციპებს და რაღაც მორალს უვლიდეს მაგრამ იმას შეიძლება გამარჯვებულად ხელი ჩამოვარდო მაგრამ ოჯახში არ მივიყვან ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც აგრესია გამოვხატო და მაინც და რაღაცა ვიყურო ხო ხტები რა რაღაც ესეთი
დეტალები ლაშა, შენ ახსენე ერთ საკითხი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ჩვენ გადაცემასაც და ზოგადად აი ჩვენი პროექტისთვისაც დაიწყო და რატომაც არის ამასაც ეხება გარკვეულწილად. შენ ხარ გამორჩეული არა მარტო სპორტული მიღწევებით, არამედ თუნდაც საზოგადოებაში აქტიურობით, შენი ტიპაჟით, შენ თქვი რომ ვარ შოუმენი, აი ეს ელემენტები, რაც კრივში მით უმეტეს თანამედროვე კრივში, თანამედროვე სპორტში და ნებისმიერ საკითხში არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოებასთან ურთიერთობა, საკუთარი თავის წარმოჩენა, არა მხოლოდ რინგზე, არამედ რინგს გარეთაც. აი ეს მომენტი როდის იპოვე, რომ შენ ყოფილიყავი აი ესეთი საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც აქტიური, როდის დაიჭირე ამის მნიშვნელობა და შინაგანათაც შენ ხარ ალბათ ესეთი ტიპი და რაში გეხმარება ეს ყველაფერი? ეხლა სიმართლე ამი არ აღმეინიშნა რომ შოუმენი ვარ, მე ვიძახი რომ ეს არის შოუ ბიზნესი რა. ხო, ესე ვთქვათ რა, ჩავთვალოთ შოუმენი არ ვიტყვი ჩემს თავზე, იმიტომ რომ არ მიყვარს ზოგადად ბევრი ლაპარაკი ხოლმე, მაგრამ იცი რას მივხვდი რომ ეს არის შოუ ბიზნესი, მაგალითად Instagram-ზე რომ შევდივარ და რომ უყურებ იმ ამერიკელ ტიპს, რომელიც წარმატებულია, ძალიან ცხოვრობს როგორ იცი, სპორტული ცხოვრებით, წესიერი ტიპია, ოჯახი ყავს, ცოლი ყავს, შვილი ყავს, მაგრამ აკეთებს შოუს რა, რაღაც ცოტას მარიაჟოს, ცოტას ამ მარიაჟთან ამ შოუში დაუშვათ, ამ იმიჯში გაძლევენ ჩათვალე საქმის ნაწილიც არის. საქმის ნაწილი, მე დღეს მიყურებს დაუშვათ, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, შოუ ბიზნესში ვართ, რომელიც მაგალითად შოუ ბიზნესი გულისხმობს იმას ერთ-ერთ მომენტი ვიტყვი რომ სპონსორები თქვათ, ესე ვთქვათ, შენ თუ გაქვს აქედან ხელფასი დაუშვათ, აქედან შოუდან და შოუ ბიზნესიდან გაქვს სხვა ხელფასი. ეხლა ჩვენ რეალურად ტიპები ბლოგერები რო ჩხუბობენ, რა ეჩხუბებათ, მაგრამ მიდის და 100 მილიონს იღებს, ხო ხტები? მაინც მიდის კომერციულისკენ და რაღაც ეკონომიკისკენ რა და ესე ვთქვათ, დავინახე რავი ამერიკაში, ვხედავ, ტიპი წელიწადში ატარებს 2 ბრძოლას და მარტო ბრძოლებით როგორ უნდა გახდეს ვიღაცა, აი იმ შუალედში უნდა გააკეთო რაღაცა, მაგრამ უნდა გააკეთო რაც შენს გემოვნებაში ჯდება, შენს ხასიათში ჯდება, შენს ქვეყანას რა მოწონს, ხო ხტები? მე ყოველთვის რამე ნაბი სანამ გადავდგო, ვითვალისწინებ ჩემს უფროსთაობას, სოფელს, ხო ხტები, იმ მენტალიტეტს და კი, შეიძლება ვარ მოხატული რა, რაღაც ბევრს ეს არ მოწონდათ, მაგრამ მათ არ იცოდნენ თუ რატო და ესე არ მინდა რაღაც მომენტში დავაკნინო, არ ვიცი, შეიძლება არც ნომამდე რაღაც, მაგრამ რატომაც არ მაქვს ყური გახრეტილი, ხო ხტები? არ ვიძახი არაფერს სულ იმ ყურის გახრეტილს, მაგრამ ხო, შენ სხვა ჩემი მენტალიტეტი რაღაცნაირად არ იღებს, მე რო ეხლა ჩემ სოფელში ჩავიდან სხვის სოფელში და დამინახონ ყური გახრეტილი, არ ვიცი, შეიძლება ჩემი კომპლექსი იყოს, მაგრამ ჩემთვის რაღაცნაირად მიუღებელია მომენტში. ზედმეტადაც არ უნდა გააღიზიანო საზოგადოებას სიტყვაზე და თან უნდა გამოკვეთო ალბათ შენი ის, ხო? და აი მე ეს მომენტი ძალიან ხშირად მქონია სპორტსმენებთან მიმართებაში რა, რომ არიან სპორტსმენები ფიზიკურად ყველაფერი შეუძლიათ, შედეგებსაც დებენ, წარმატებას აღწევენ, როცა მივდივარ სიტყვაზე ინტერვიუ გვინდა ან რაღაცა გვინდა, სელფი გვინდა თუ რაღაცა ელემენტარული თუნდაც და აუ მოდი არა და მოდი ის და მოდი ის და აი ეს რა ფენომენია, შენ მოკრივე რო ხარ მაგალითად, ხო? გადიხარ რინგზე, იმიტომ რომ ხალხმა დაგინახოს და ტაში დაგიკრას. ესე იგი სიამოვნებს, ხო ეს ყურადღება. არავინ არ თქვას რომ არ სიამოვნებსო და აი ეს რა მომენტია ეს. იცი რა იყო, აი ნახე რა მომენტი არის. სტერეოტიპი არსებობს, რომ ანუ რა ხარ სპორტსმენი, შენი ტვინი არის კუნთებში, ანუ ტვინი რაღაცნაირად დაკნინება იყო, რომ სპორტსმენები ჭკუა სუსტი, კუნთს ძლიერ რაღაც ეგეთი რეპლიკები და გამონათქვამები იყო ხოლმე რა და ჩემთვის ეს ყოველთვის იყო რაღაც შეურაცხყოფელი, გამობრაზებელი იყო და აი ამ სტერეოტიპის დანგრევა მინდოდა, ხო ხტები და მე არ მინდოდა არასდროს რომ მარტო რინგზე ყოფილიყავი კომფორტულად. თავი მეგზო რინგზე მარტო კომფორტ, აი ძალიან ძლიერი ოლიმპიური ჩემპიონი რო ხარ, ხო ხტები, 5 გზის ოლიმპიური ჩემპიონი და მარტო რინგზე რო ხარ, მაგარი ტიპი ეგ არ მინდოდა. მე მინდოდა რომ სოციუმში ყოფილიყავი ნორმალური, ადეკვატური ტიპი, მაგრამ ეხლა ნორმალური ადეკვატური ტიპი არის ვერ იქნები თუ შენ სოციუმებთან შეხება არ აქვს, ვერ იქნები თუ დაუშვათ განათლება არ მიიღე, წიგნი არ წაიკითხე, ფილმს არ უყურე, მეგობრებთან ურთიერთობა არ ქონდა, ანუ ვერანაირად ვერ იქნები რა და ბავშვობიდან კი ვიცოდი რომ უნდა იყო დარბაზშაკეტილი, მაგრამ რატომაც ქონდა შინაგანი პროტესტი რომ მარტო დარბაზშაკეტვა არა, ანუ უნდა გახვიდე, განიტვირთო რაღაც მომენტში რა. ვიღაცა შეიძლება გავიდეს კონცერტზე, ვიღაცა შეიძლება წავიდეს თეატრში, ვიღაცა შეიძლება წავიდეს კლუბში, ვიღაცა ბარში ინდივიდუალურად, მაგრამ შენ რისი გაფუჭების უფლებას მიცემ საკუთარ თავს, იმაზე არის. მე კლუბშიც ვიყავი, ბარშიც ვიყავი, თეატრშიც ვიყავი, ოპერაშიც ვიყავი, ან გამოვიარე რაღაცეები და თუნდაც დაუშვათ ბარში ან კლუბში შეიძლება გაიცნო, იქაც მიდის ჩოლო შენერი წარმატებული ადამიანი. რატომ მიაშნი ამ ხალხს რომ აი ეს კლუბში მიდის, ანუ მე რა იქ მსახიობიც მიდის, პოლიტიკოსიც მისულა დაუშვათ და ჩემნაირი ადამიანიც მიდის და ჩოლო შეიძლება დავუჟეთ მე და შენერი ადამიანი ერთმანეთ გავიცნოთ, ვისაუბროთ რა პროფესიის ხარ, როგორ ცხოვრობ, კონტაქტი გავცხოვოთ და ხვალდაზე ერთმანეთს გამოგვადგეს და ერთმანეთს ურთიერთობა ვისწავლოთ. მე რო ეხა მოხდი იქ 20 კაცში და 20 კაცში რომ მოხდა შევედი კომუნიკაციაში, დავინახე რომ არანაირად არ დავიბენი, ყველანი ჩოლოდი მიღებული ტიპი ვარ,
ადეკვატური ტიპი ვარ, კომპლიმენტი მოდის ჩემს მიმართ, მე მომეცა თავდაჯერებულობა და გავედი და ვარ ჩვეულებრივად შემდგარი, წარმატებული, ადეკვატური ადამიანი. აი რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში? ხო და მით უმეტეს თუ ისედაც პროფესიული წარმატებები გაქვს, ეს რატო უნდა დამალო, ხო და რატო არ უნდა გინდოდეს პირიქით, ხო? ხო და ამის დამგრევა მინდოდა სავით შინაგანად, არავისთვის რამის დამტკიცება კი არ უნდა, ჩემი თავის მინდოდა იმის დამტკიცება, რომ სპორტსმენები კი არის სპორტსმენები, რომლებიც შევლენ 8 თვე კრივზე გამოვლენ ვიღაცას ცემენ, მე რაღაც გამოვარდებიან ტელევიზიიდან, აი სპორტსმენები, მოძალადეები, მაგრამ ნამდვილი რეალური სპორტსმენი, რომელიც მართლა შინაგანი სპორტსმენი, ის თავის ფიზიკურ ძალას ქუჩაში არ გამოიყენებს. თუ რა თქმა უნდა სხვა გზა არ ქონდა. მე მქონია ჩემს თვალი მეუბნებოდა რომ აი რომ მოვა ვიღაცა რომ გეტყვისო, აი რაღაცას რომ გაგაბრაზებს, უნდა გააფრთხილეო ერთხელ რომ არ გინდაო, არ გირჩევო რა, ან არ გინაო, წადი შენ გზაზეო. კიდე მეორედ გააფრთხილე, მესამე თუ აიჭებსო, იციო რა. მე უკვე სხვა გზაა. ხო ხტები რა, ყოველთვის ვერიდებოდი ესეთ რაღაცეებს და ლაშა, კი, ხო, ნუ რა ის სპორტსმენები და ეს ქუჩაში ჭუბიც ეგეც მეც ძალიან ბევრ მართლა სერიოზულ მოკრევესთან მქონია შეხება და ყველანაირად პირიქით ცდილობენ რომ აი ამ თემებს აერიდონ და მაგრამ არის ხო გარდაუვალი მომენტი, მაგრამ არის რომ კი, ხო და ზუსტად ეგ არის, მაგრამ გინდა არ გინდა ხვდები ჩვენ სიტუაციაში მით უმეტეს საფრთხეები ყველა იმაზე მოძრაობენ ქუჩაში და უწევთ ხოლმე, მაგრამ ერთი გამოთქმაა რომ მოკრევეებთან ესე ვერატყობენ ხოლმე თავიდან რომ შეხედავენ და მოჭიდა მოკრევეს იცნობ როცა გამოგაფხიზლებენო და ეგეთი მოსდით ხოლმე ბერს, მაგრამ ამიტომ ყველა წყნარად ვიყოთ უმჯობესი არის. ლაშა მოკლედ შენი გეგმები ახლა ვიცით რომ არის პირველ რიგში ოლიმპიადა რა თქმა უნდა და მე უკვე სერიოზულად მთელი ასე ვთქვათ გადახვალ სავარაუდოდ უკვე პროფესიონალურ კარიერაში. აი ოლიმპიადის მერე როგორ წარმოგიდგენია უკვე შენი ყოველდღიური რუტინა? სიმართლე რო გითხრა? თუ გიფიქრია ამ ყველაფერს? ჩემთვის აი ოლიმპიადამდე, ჩემ მთელი ცხოვრება ჩანს ოლიმპიადა, იმის იქით სიბნელი არ ამავშია. რა იქნება? არაფერი არ ვიცი სიმართლე, იმიტომ ყოფილა რომ მე დამიგეგმოს რაღაცა, მაგრამ ის იმ ეტაპზე და ვაფშე სხვანაირი ნახატი არის, ან სხვა გზა მიჩევია, სხვანაირი წასვლა, რომელიც უკეთესი არის და ამიტომ აი ძალიან შორს არ გეგმავ რა, აი ეტაპ მივყვები, დაჟე ოლიმპიადაზეც კი არ მაქვს ჯერ დაგეგმილი, ვიცი რომ ეს ეტაპები უნდა, იმიტომ რომ მე თუ ძალიან წინ დავგეგმავ, ხარისხი იქნება ნაკლები, მე მიჩვენია აი ამ ხელ რაღაც დავგეგმო და აქ ხარისხს ზომიერება უნდა გეგმო. ყურადღება რა, ხარისხს და შემდეგ ისევ ეს ეტაპ მივიდე რა და ოლიმპიადის მერე არ ვიცი რა იქნება. არის ლაპარაკი ამერიკასთან შემოთავაზება მაქვს კონტრაქტზეც, გამოკიდებულია კონტრაქტი დამოკიდებული არის შედეგზე ოლიმპიადაზე თუ მექნება ოლიმპიური ჩემპიონობა მექნება კონტრაქტი 1 თუ ვერცხლი კონტრაქტ 2 კონტრაქტ 3 და მაგაზე დამოკიდებული თორე მე უკვე მყავს მენეჯერი ვასილ ლომაჩენკოს მენეჯერი ვინც არის ვისთანაც მაქვს მოლაპარაკება ესე ვთქვათ და ანუ ოლიმპიადაზეა დამოკიდებული ყველაფერი მაგრამ არავინ არ იცის შეიძლება უარის თქო ბავშვი პროფესიონალურ კრიზისზე ხო შეხედა უკვე შენ ცხოვრებას გადაგიქით შეიძლება ადრეცვე მომიწიოს დებიუტის გაკეთება აი არ ვიცი სიმართლე რო გითხრათ თან მარტო მე არ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე არ ვიღებ მაგ პასუხისმგებლობას იმიტომ რომ ჩემს იგივე არიან წვრთნელები ვინც ჩემს ცხოვრებაში და ჩემს კარიერაში მართლა ძალიან დიდი როლი ითამაშეს როგორც ჩემმა პირადად მხნელად არიელ ბუაშვილმა ისევე მე ცოტა ხანი ძალიან კარგი ეტაპი მომიწია ბატონ ზურაბ გუნიასთან და შემდეგ უკვე ნაკრებში ბეჟან ჭიჭინავასთან გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გავუგეთ ერთმანეთს ჩვენ გვაქვს ჩვენი პირადი ურთიერთობა, მაგრამ არასდროს არ ვხლართავთ საქმიან ურთიერთობას რა, ჩვენ ან პირადი ურთიერთობა თავის გზაზეა, საქმე თავის ურთიერთობას და მწვრთნელი და მოსწავლეის პრინციპი არასდროს არ იხლართება და არის ერთმანეთში და ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გვაქვს. კიდე ერთი საკითხი აუცილებლად ჩვენი კრევის კომაგებისთვის ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვდის და ფიქრობ ძალიან ბევრი რამეს გაიგებენ შენზე და კიდე ერთი საკითხი რო თქვათ, კრევის და სპორტის გარდა ცხოვრებაში რით ხარ დაკავებული, რა ინტერესები გაქვს? რაზე ფიქრობ, რა ჰობი გაქვს და აი როცა სპორტისგან ხარ თავისუფალი და გაქვს, ვიცი რომ ბევრი არ გაქვს ეგეთი დრო, როცა გაქვს ხოლმე, რით ხარ დაკავებული, რა ინტერესები გაქვს და რა ჰობი გაქვს და რაზე ხარ ზოგადად ორიენტირებული სპორტის გარდა? მოხლა როგორ ვთქვა, იცი, ანუ ფიქრობდი მაგას, აი შენი ჰობი რა არის უკითხავ ჩემთვის და არ ვიცი, ვერ ვცემ პასუხს ესე რომ ვთქვა, აი რა ვთქვა თქო რა, ისევ გამოდის ჩემი ჰობი არის ჩემი სპორტი, აი მართლა გეუბნები სადმე რომ მივდივარ დასასვენებლად მე თუ არ ვივარჯიშე, თუ არ ვირბინე მინიმუმ რაღაცა, ვერც არ შეამოვნებს, არც გართობა, არც დაუშვათ ჭამა, არც მა, ანუ ესე უხეშად რო ვთქვათ რა და ისევ ჩემი ჰობი ისევ ვარჯიში გამოდის, ესე რო ვთქვათ. რა თქმა უნდა მიყვარს ქალაქ გარეთ გასვლა, მიყვარს მუსიკა, მიყვარს დაუშვათ რაღაცა თეატრი, რაღაცები ხო ხტები, მაგრამ რეალურად ისევ ჰობად და ისევ ამ სპორტში ვარ. ყველანაირად საქმეც არის და ყველა. და მინდა რომ ჩემს კარიერას რომ დავასრულებ, ჩემი მთელი გამოცდილება, ჩემი ცოდნა, ეს შედეგები თუ რაც არის, ჩემი საკუთარი თავი დაუთმო ჩვენს ქვეყანას.
ჩვენს სპორტს, ასევე რავი, რატომღაც ისევ როგორც დღევანდელ დღეზე როგორც ხედავ და როგორც ვოცნებობდი ამ დღეს და დადგა ეს პერიოდი რაც მინდოდა, ისევ მგონია რომ როცა მეყოლება შვილი, ისე გეგმავ რატომღაც იყოს მოკრივე და კიდე იმასაც კიდე სხვანაირად ხედავ ჩემ შემდეგი ცხოვრებას ესე ვთქვა და რაღაცა გეგმები არის რა მომავალში. პლუს რატომღაც გინდა თუ არ გინდა რა, ანუ რა მომენტია ხა შენ ჯიგარი ხარ, კაი კაცი ხარ და ისა ხარ, რა ქვია, კეთილი ხარ, მაღაზიაში რო შეხვალ, იმ კეთილგულით ვერ გადაიხდი, ხო, პროდუქტს ვერ შეიძენ და მანქანას ვერ იყიდე რაღაცა და გინდა თუ არ გინდა, ეკონომიკურ მხარესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, მინდა სანამ რაღაც კარგი ჩემს გეგმებს განახორციელებ კრივს რაც შეეხება, პარალელურად დავიწყო რაღაც ბიზნესი, რაღაცა გეგმები არის, მონახაზები არის და ნუ მინდა რომ ამ სპორტს რო დავასრულებ, არ მინდა რომ აი სამ რაღაცას ერთად ვდივო რა, ჯერ ოლიმპიურ თამაშებს შემვიდ და მე უკვე რაღაც პატარა ბიზნესი და მე რა თქმა უნდა მინდა შევქნა საკუთარი კრივის სკოლა, ესე ვთქვათ, ჯერ მინდა რა თქმა უნდა რუსთავში, არანაირი ბიზნესი ესე ვთქვათ, აი წეღანას ვლაპარაკობდით მე და თარაში რომ არანაირი ბიზნეს გათვლა არ ქონდეს რუსთავში, იმიტომ რომ რუსთავში არ ცხოვრობს ის კატეგორია ხალხის რომ აი ფული ქონდეს და გათვალო ბიზნესზე. იმიტომ არა, პირველ მიზეზი ეს არის, პირველ მიზეზი არის ის რომ მინდა რომ ლაშა გურულის კრივის სკოლა არსებობდეს, სადაც გაიზრდებიან ჩემპიონები. და შემდეგ უკვე აი ამ სახელს გამოიყენებ სიტყვაზე შემდეგში ბიზნესში თბილისში ესე ვთქვათ რა და რაღაც გეგმები არის და მე რავი ხა რო იქნები 40 წლის 45 წლის 50 წლის რატომაც არა არავის არ მივიშნე კონკურენტა და არც მე არ ვეკონკურენციები მაგრამ რატომაც არ ვიყო ფედერაციის პრეზიდენტი მომავალში როცა ვიქნები 40 წლის 50 წლის რატომ არ გაუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება იმ მომავალ თაობებს რატომაც არა ანუ რო ვთქვა რომ არ ვიცი, ალბათ ეგეთი ხასიათი მაქვს, კიდე ხასიათი მაქვს, ანუ არის ადამიანის ხასიათიც არის ხასიათიც არის დამოკიდებული. ხა ბავშვობიდან სკოლაში რომ მივედი, ეგრევე დამნიშნეს კლასის, აი რა ქვია იმ სიტყვას, რომ თავარი აი ბავშვს ვაბარებენ და თე კლასი, მე-6 კლასელ ბავშვს მიტოვებდნენ თელ კლასს სკოლაში და ისეთი სიჩუმე იყო, მანდატურებდა ისინი ამბობდნენ, რომ საულ შენ და სადაც მივდივარ ან კაპიტანი რა, სულ ლიდერი ხდები რა, აი რატომ აქტიური ტიპი ხარ და ახლა წესრიგი და ყველაფერი და შენთან არის და არიან ადამიანები, რომელიც მაგალითად უჩენ გვერდიდან გააკონტროლოს სიტუაცია, მე ცოტა ისეთი თვისებია, მაგრამ ძალიან საინტერესოა მოკლედ ლაშა, მე მგონი ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა, ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ ძალიან კიდე უფრო მეტი კიდე დაგვჭა სასაუბრო, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვექნება დარწმუნებული ვარ მომავალში გადაცემებით, სხვადასხვა კუთხით ჩვენ გადავუკეთებით ხოლმე და ქართული კრივის კომაქს შენ კიდე ბევრ წარმატებას მოუტან და ბევრი იქნება ვფიქრობ სასაუბრო. მადლობა დღევანდელი დღისთვის, მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ქომაგობთ ყველა და ოლიმპიადაზე ველით მთელი საქართველოს შენგან დადებით შედეგებს. ისურვებთ წარმატებებს. მადლობა ჩემი მოწვევისთვის, მადლობა კრივის გვერდში რომ ხართ. რავი აქედან ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს კიდე უფრო მეტ როგორ თქვა იცი აი იმ პატარა დეტალებიც არ გამოუტოვოთ რა, ის ერთი დღეც არ გავასწინოთ ვარჯიში და უშვათ რა და ნუ მოკლედ ჩვენს მწვრთნელებს, ფედერაციას, ქართული კრივის გულშემატკივარს ყველას უსურვებ კარგად ყოფნას, წარმატებას და რა ვიცი, ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად გომით ქართულ კრივს ძალიან ბევრი წარმატებები ელის. მადლობა დიდი.